მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველას მივესალმებით ჩემს გამომწერებს. წინასწარ გილოცავთ დამდეგ ძველ ახალ წელს. გისურვებთ, რომ ყველაფერი ცუდი, ნეგატიური, ხელოვნურად ჩასმული თქვენში, აკიდებული შემთხვევით ყველაფერი გაგეტანებინოთ და ჯანმრთელად ყოფილიყავით. სტუმრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ ჩემი არხი, მხოლოდ მე ვმუშაობ ჩემი გამომწერებისთვის. ჩემი რიტუალები და გაშლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. აქ იქნება თემა წავართვათ მტრებს სამსახური, სამუშაო. აქ ხედავთ უკან ყველაფერი გააქტიურებულია, აი აქ მარჯვენა მხარეს, ეკრანი მარცხენას უჩვენებს შავი სანთელი, თეთრი სანთელი, ჩემი სანთელი, ქალღმერთ გეკადას ხედავთ. ეს კვერცხებიც ჩამოვდოთ, არ შეგვიშლის იმუშავებს. ხო, ეს უკვე იცით თქვენ შერეულით და გველუკას არ ვაპირებდით ამედო, მაგრამ ალბათ ესია საჭირო. ჩემი ბაბა-იაგა იცით და ეს შავი ხელი ნაცნობია, ვისაც ჩემი რიტუალები გაქვთ ნაყურები უკვე. აქ ახატია რუნები, რომ ყველაფერი წავიდეს ამ შავ ხელზე და აიღოს მტერისგან, რაც წამოვა. აქაც გააქტიურებულია ეს ბოთლი, მე დიდი ხანია მიდევს და რუნებია გააქტიურებული, რომ აი აქ მოხდეს მტერი ხელში და აი ამ ბოთლში ჩაიკეტოს ბოლომდე. მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. აი ესე დავდებ ჩემო კარგებო და დავიწყოთ. ხო, ვიმუშავებ, რა თქმა უნდა, აი ამეებით. ეს პირველი ვარიანტის სანთელია. და დავიწყოთ პირველი ვარიანტი. სულ იქნება 3 ვარიანტი. ცალ-ცალკე ამოყრი, არ შეგეშინდეთ, არ ინერვიულოთ, უბრალოდ ძალიან დროში რო არ გავიწელოთ. უკვე დამენწყომთ ქნარება და დავანთოთ სანთელი, თეთრი სანთლით, ჩემი თეთრი სანთლით გავააქტიურებ. პირველი ვარიანტი. რა ხდება თქვენს ირგვლივ? თქვენი მტერი ვინ არის, რა არის, როგორ არის? ეხა სანთელი მარცხენა ხელში მიჭირავს, მეგობრებო, მაგრამ კამერა აჩვენებს პირიქით. ოი, თქვენთან რაღაცა ორსულობაზე იყო პრობლემა, იყო გულზე პრობლემა, ნაყოფზე, ტყუპები ამოდიან, ან ტყუპები იყო, ან კიდე, ბავშვებზეა, ნაყოფზეა პრობლემა, წყევლაა პირდაპირ, რო იცოდეთ პირველი ვარიანტი. რო იცოდეთ, ყოველთვის 3 სანთლით მუშაობ, მაგრამ დღეს 2 სანთელი და რატო? ახლა გეტყვით მე თქვენ. აი აქ დავდებ. იმიტომ რომ მტერს ხო არ არსებობს 2 გზა, 2 გზაჯვარედინი, ხო? კი, ბევრი გზებიც არსებობს, მაგრამ კონკრეტულად წინ უკან, ხო? ესეთი სიტუაცია და აი მტერს ამით ავუბნევთ გზას. აქ მტრებო და შავი მაგიის წარმომადგენლებო, თქვენ ვერ გაიწმინდებით, დაბლოკილია თქვენთვის ეს რიტუალი, ჩემი არხი. გადით ჩემი არხიდან, თხოვნა იქნება, თორე სამმაგად მოგიბრუნდებათ უკან ყველაფერი, აი ესეთი პროგრამა მაქვს ჩადებული. მე ვერ მომიბრუნებთ და უკან არ მომიტრიალდება. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. დავიწყოთ პირველი ვარიანტი. იცით რა არის?
აქ წარსულს მიჩვენებს კი ნამდვილად ურთიერთობა იყო, აი ტყუილად არ ამოვიდა ნაყოფი, ხო? ურთიერთობა იყო, ესე იგი თქვენი განსჯა იყო, არის ვერ შეთანხმდით რაღაცაზე, წყვილზე ვსაუბრობ, ან ქალი და კაცი ამოდის, შეიძლება მეგობრებიც იყოთ, არ არის გამორიცხული, რაღაცა 7 რიცხვი, 7 თვე, 7 წელი წლის განმავლობაში შეიძლება წარსული ურთიერთობაც დაფიქსირდა და ასევე ხედავთ სახეებს, რომ თქვენს უკან, ესე იგი თქვენ ხართ და კიდე ქალი და კაცი, აი ორი ადამიანი ტყუპებივით ამოდის, ესე იგი ჩასაფრებულები არიან თქვენზე, ჩასაფრებულები არიან, სხვათა შორის ძალიან კარგად იცნობთ ამ ადამიანებს, მინდა გითხრათ. აბა ვნახოთ, რა ხდება, ვინ არიან კიდე თქვენი მტრები. რა არის იცით სცადეთო გეუბნებიან, ესე იგი აი დაიწყაყუნა ჩემმა სანთელმა არასწორ გზას გიჩვენებდნენ, მიხვდით? სცადეო თქვენ გიყვართ, ესე იგი პირველი ვარიანტი მოწადინებული ხართ, შეიძლება სწრაფად აკეთებთ ყველაფერს, ადვილად აკეთებთ, მიხვდით? ჰაეროვნად, სუფთად, სამსახურს გულისხმობ, ან ცხოვრების მანძილს, ცხოვრების ეტაპს ესეთი ხართ, მიხვდით, ლამაზ ფერებში ხედავთ ცხოვრებას და როგორ იცით, აი უსასრულოდ კარგად აკეთებთ, მიღწევები გქონდათ ბევრი, ან გააქვთ მიღწევები, სანთელი ნახეთ რა დღეშია, გააქვთ მიღწევები და უსასრულოდ აი ეს შური ამოდის, იცით, რომ აი არ ჩერდებით მოძრაობდით, ან მოძრაობთ, შეიძლება სამსახურებსაც ხშირად იცვლიდით და თუ იცვლიდით, ზუსტად იქ ხვდებოდით, სადაც საჭიროა. აი ეს შური ამოდის, ჩემო-კარგებო. მინდა, ესე იგი, ყველანაირად ბლოკი გაგიკეთეს, ჩაქსვეს, სანთლებით იმუშავეს, იყო, ხედავთ, შავი მაგია ჩარეული, ასევე არის სანთლებით ნამუშევარი, პირდაპირ დემონები მოიწვიეს თქვენთვის, დემონები პირველი ვარიანტი, რომ ესე იგი უკან წაგივიდეთ ყველაფერი მიღწევები. მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ოჯახის წევრებზეც კი გადავიდნენ უკვე შვილების ჩათვლით, რომ ესეთი დღემდე რომ აი ესეთი მოწინავე ხართ და გიждდებიან, კიდე როგორ ჩანხართ, როგორ დგახართ ფეხზე, კიდე როგორ ახერხებთ აი ასეთ წინსვლებს და თქვენი სურვილი ეტყობა, იციან, ახლობელები არიან ეს კაცი და ქალი, ნამდვილად რომ იციან თქვენი სურვილი რა არის, რა გასულდგმულებთ, მიხვდით, რა გაცოცხლებთ და აი იქ გირტყავენ პირდაპირ, გასაგებია და ხო, ნამდვილად, ესე იგი თქვენ მოკლედ გფარველობთ დამხმარე ძალები, წინაპრები, ანგელოზები, დაილოცოს მისი ძალები და აი აქედან, ხო, აქედან გამომდინარე, ვერ გაიგეს, დაცვა გაქვთ, ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ, მოქმედებს ძალიან კარგი. ესე იგი, რომელი მხრიდან გაგარღვიონ, აღარ იციან, რომ ცდილობენ, უყურეთ, მუშაობენ, რომ კიდევ დაცვა მოგიშალონ კიდევ ერთხელ, მაგრამ არ გამოსდით, გასაგებია. აბა ვინ არიან კიდე, აბა მტრები, ნახოთ პირველი ვარიანტი. სანთელი ნახეთ, თქვენ სანთელს უყურეთ რა დღეშია. ხო თქვი, ჯგუფში არიან, ჯგუფში სულ ცოტა 5 წევრია, ესე იგი ზიან ლაპარაკობენ, ბჭობენ, კი ნამდვილად შავი მაგია აქვს, ან თვითონ მოლას მიმართეს, ან კიდევ რიტუალებს ატარებენ თვითონ. კი, არ გამოვრიცხავ, აი უყურეთ, პირდაპირ ესე იგი კლოუნი რა არის, ხო, ეშმაკის ძალა, დემონური ძალა, რომ ესე იგი თქვენი სიბრძნე, თქვენი სიმდიდრე
ვიდრე სულიერი, ისევ სულიერი დარტყმა ამოვიდა, ხო ვთქვი არა, რომ სულიერებაში ჩაგარტყან, იციან თქვენი საიდუმლო რა, გასულ გმულებთ და გიждდებიან, რომ ესე იგი დღემდე კიდევ ფეხზედ გახართ, კიდევ ესე ლამაზად და ჯანმრთელად როგორ გამოიყურებით, საიდან გაქვთ ეს შემოსავალი, ასე ვთქვათ, მიხვდით? კი, ნამდვილად, ესე იგი, აჰა, მაგი ამოვიდა, ეშმაკი და მაგი, ნამდვილად აქ რიტუალებია გაკეთებული პირველ ვარიანტს, ნამდვილად ორი აზრი არ არსებობს და კიდევ მამაკაცი ფიგურირდება, მამაკაცი, რომელსაც თქვენი ჯინი სჭირს წარსულიდან და ყველანაირად აკეთებს ყველაფერს, რომ ესე იგი მიმართავს ძალებს, მიმართავს ტაროს აშლევინებს თქვენზე, რომ ვინმე ხომ არ აკავთ, ხო არ გაბედნიერდით, ვისაც ეს გესაჭიროებათ, ვინმე ხო არ გაიცანით, მამაკაცს გულისხმობ, ხო არ გათხოვდით, საიდან გაქვთ შემოსავალი, ვინ გასულდგმულებთ, მიხვდით? აი ესეთი სიტუაცია. აბა დავაზუსტოთ და მერე ვიმუშაოთ. აბა კიდე ხო არ არის ვინმე, აბა ვნახოთ. ნუ ჯგუფში მუშაობენ, ენას არა, პაძი ავალო, აი მეტი აღარ დავაზუსტებ, ნამდვილად უყურეთ, აშლევინებს თქვენზე კარტს და ეს ადამიანები პირდაპირ დადიან, უყურეთ. ერთი ორი ეშმაკი და ერთი მაგი, აი ჩემი სანთელი გაგიშტა. ნამდვილად მეგობრებო, ნამდვილად ესეა. კარგით, გასაგებია. მოდით ახლა ჩვენ გავიწმინდოთ პირველი ვარიანტი. გავიწმინდოთ აი ამ საშინელებებისგან. აი მე მირეკავენ და მოკლედ მე მინდა 2 წუთი დამელოდოთ მეგობრებო, ზარი უნდა გავთიშო ისე რომ ხელი არ შეგვიშალოს და დამელოდეთ 2 წამი, მანამდე სანთელს უყურეთ. მირეკავენ, უყურეთ სანთელს, ხედავთ რომ ხელის შემშლელი ფაქტორებია. ხელის შემშლელი ფაქტორებია ძალიან აქ დანა უნდა გამოვიყენო, თორე ისე არ გამოვა, მტერს არ ძინავს, ხედავთ რელი ხდება? იმიტომ არასდროს არ ვიცი როგორ წარიმართება მუშაობა მეგობრებო. როგორ წარიმართება მუშაობა არასდროს არ ვიცი. ხედავთ რომ როგორ გააქტიურდნენ ნამდვილად ძალები და მე აი ამ დანას გამოვიყენებ ეხლა თქვენთან ერთად მეგობრებო. პირველი ვარიანტი სერიოზული ნამუშევარია, ეს მე ვიმუშავე, წინ წლებზე არ შეგეშინდეთ, ეს ესე იყო საჭირო. მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ. 1 წუთი მეგობრებო, ძალიან ესე იგი და აი ამ ნეგატივს, რასაც მოვხსნი, რომ სამსახური რომ წავართვათ, ხო, თქვენ სტრებს, ხო, გადავიყვან სხვა ენერგეტიკაში. ესე იგი, მათი ჯანმრთელობა და ფინანსები თქვენთან გადმოვა, სიყვარული და ურთიერთობაც წაერთმევა და თქვენთან გადმოვა. მიხვდით, ხო? 1 წუთი მეგობრებო, ამას დავაყენებ ესე. ძალიან ესე იგი, სერიოზული პრობლემებია. პირველი ვარიანტი. აი სანთლები გაგიჟდნენ და ნახეთ რეები ხდება. აი ეს ენერგეტიკა ყველაფერი თქვენთან წამოვა, ვააქტიურებ. მტრისგან მტერს წავართმევ ახლა მე ამ სულიერებაში რო გირტყავთ და რო იციან ესე იგი სად დაგარტყან, ესე იგი შემძრა პირდაპირ, შემძრა პირდაპირ. აჰა. და დავიწყოთ გენაცვალე, დავიწყოთ პირველი ვარიანტი. თქვენ არ ინერვიულოთ? ნინია თქვენთან არის. აი ასე.
ეგრევე ჩაქვით უკვე, ნახეთ, ჩაქვით. ეხა მოლა აქ ორი ეშმაკი და დემონი რო დაფიქსირდა მეგობრებო, ხრებით ნახე. აქ არის არა მარტო ეშმაკთან მიმართული, არამედ ესე იგი სიკვდილის ანგელოსთან არის მიმართვა გაკეთებული თქვენს მიერ, რომ ესე იგი დაჩაჩანაკება, ხო, ესეთი სიტყვა არსებობს, რომ დაგაჩაჩანაკონ, ბოლო მოგიღონ, სულიერება წაგართვან, ჩაგიკეტონ გზები ოჯახის წევრებთან, რომ შეიძლება ბევრი ხო, პენსიონერია აქ მიყურებს და ოჯახის წევრზეა, შვილზე, რძალზე, სიძეზე დამოკიდებული, ხო? აი სახსრებიც კი რომ წაგართვან, აი ნახეთ სანთელს რა ემართება, აი სახსრებიც კი წაგართვან, გიკეტავენ გზებს, რომ ესე იგი შემოსავალი არ გქონდეთ თქვენ, ანუ რომ გამათხოვდეთ და ეკლესიის კარებთან დაჯდეთ და ხურდაფულიც რო არავინ არ ჩაგიყაროთ. ეხა მათხოვარს ხო უყრიან ხელს რო იწვის ბოდიში ესე ქვია ხო უყრიან ხურდაფულს ხო და არა მარტო ხურდაფულს არა თქვენ ისეთი ჯადო გაქვთ პირდაპირ გაკეთებული რომ რა ვიცი რა და ეს ძალიან კარგად იცის აი შავ სანთელს დააკვირდით ძალიან კარგად იცის ვინც იმუშავა ზოგთან აქ წარსული პიროვნება ფიქსირდება ზოგთან ფიქსირდება შინაური კოლეგა ფიქსირდება არ გამოვრიცხავ აქაც აი ჯვარი დაიხატა მხრებიანი პიროვნება ესე იგი ზედ ну, როგორ იცით, ჯვარი გაწიეს, არ გამოვრიცხავ, რომ რა ვქნა, უნდა ვთქვა ესე ამოდის, რომ ხატზეც გადაქცეს. აი, ამას არ გამოვრიცხავ, ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მეორე ადამიანი, ну, ბევრი კოლექტივი ამოვიდა, კი. ნახეთ, რა ცუდად იწვის თაფლის სანთელი. უყურეთ, რეები ამოდის. ნამდვილად არის აქ შავი მაგია, არა მარტო შავი მაგია, აქ არიან აი დემონები ამოვიდა, აი სასაფლაო დაფიქსირდა, ლასო ვინ არის, კაცი khali, კიდე ის არის პირდაპირ თქვენთან არის მომართული და მე ახლა პირველი ვარიანტი, ვინც მიყურებს, თქვენგან ხსნი ამ დემონურ ძალებს და მტრებს, ვინც დაფიქსირდა ტაროზე, კვარტეტია თუ ხუთტეტია, თუ ორი მუშაობს, ვინც არიან ქალები და კაცები, საიდანაც მოვიდა, აი იქ ვუშვებ ამ ენერგეტიკას, ამათ ვართმევ და თქვენთან გადმომაქვს ფინანსური ენერგია და სასიყვარულო ენერგიები. ნახეთ, რეები ხდება, რა სიშავე ჩამოდის, მგონი ხედავთ ხო პირველი ვარიანტი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ყველაფერი უფლის წყალობით, უფალს ვთხოვ, სამყაროს ვთხოვ, არხანგელებს ვთხოვ, ანგელოზებს ვთხოვ, რომ აი ეს ყველაფერი მოიხსნას თქვენგან, რომ მე ეხლა მტერს გადაურთავ გონებას და თავს, გავაცამტვერებ ამ ყველაფერს წავართმევ სამსახურიდან რომ გაანთავისუფლებენ აი ამ წუთიდანვე რომ ესე იგი თქვენ დაგანებოთ თავი, თქვენ ოჯახებს დაანებონ თავი და აი ზუსტად ბუმერანგი წავიდა უკვე ძალიან კარგი და გასაღები დაეკეტათ ვუკეტავ გზებს მტრებს რომ თქვენთან მომავალ გზებს ვკეტავ რომ არ მოგიახლოვდნენ ხელებში ვურტყავ ხელებში ვაიმე ბუმერანგი წავიდა ძალიან კარგი ნახეთ რა სიშავია მეგობრებო ნახეთ რომ ესე იგი ეხლა თვითონ ვუბრუნებ აი ამ დემონურ სუშნასწებს, ლარვებს და აი ამ დამოკიდებულებებს გინც სასმელზე, მოსაწევზე, თამაშზე რო თამაშობენ, ხო? აი მოკლედ აი ამ ყველაფერს უკან ვუგზავნი, თავიანთ ოჯახებში ვგზავნი და თავიანთ შვილებში და შვილებში. მე ძალიან არ მიყვარს ბავშვებს რო ეხებიან, მაგრამ რა ვქნა, უფალი არის მოწყალე რომ მიკარნახა, საერთოდ არ ვაპირებდი დღეს ამ რიტუალის ჩატარებას. აი ესე მოულოდნელად იცის ნინიამ თქვენი გახარება, გასუფთავება. ნახეთ რა დღეშია სანთელი მეგობრებო. ხო, უკან ვუგზავნი ყველაფერს.
საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, დაეიყოს ასე, დაეიყოს ასე, დაეასრულდეს. ბუმერანგს ვუშვებ, ბუმერანგს. თქვენ სტრებს, ვინც კი დაფიქსირდა პირველი ვარიანტი, ხსნით თქვენგან განთავისუფლებთ. აი ამ სულიერებას გიხსნით, მესამე ჩაკრას გინთავისუფლებთ, მზის წნული რო ქვია, აი ეს გაქვთ ჩაკეტილი, რომ ესე იგი ურთიერთობაც დაგილაგდეთ ოჯახის წევრებთან, შეყვარებულებთან, მეუღლეებთან და სამსახურშიც რა თქმა უნდა, კარგი ხელფასები აიღოთ და პრემიებიც რომ მოგცენ. ამინ, ამინ, ამინ. ნახე როგორ არ უნდა ბოლომდე რომ დაიწვას. ნახეთ როგორი გველია და ჩვენ აქ ეს გველუკა გვეხმარება. ნახეთ რეები ხდება, ნახეთ, რომ არ უნდა რომ ესე იგი ბოლომდე დაიწვას, მაგრამ საწახვალ სად. გზა არა გაქვს. ჩემი სანთელი გაგიჟდა იქით. ნახეთ რეები მოსდის, ეს არის უბრალოდ თაფლის სანთელი. შური, რომ კიდე როგორ სუნთქავ, კიდე ბევრმა იცით თქვენ რას საქმიანობთ, სად ხართ, როგორ ხართ, იცის და აი იქედან გამომდინარე გირტყავთ უფრო, მიხვდით? გირტყავთ მეგობრებო. ესე ჩაგაქრობ, ოპა, ნახეთ რა დაემართა. ნუ კვანძები აქვს, გადაკვანძეს, გადმოგკვანძეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, მიხვდით? რაც კი შეეძლოთ. ნახეთ. ესე იგი როგორ გაგიჟდა, გაბრაზდა. აი ნახეთ როგორ აპკი გაქვთ გადაკრული და ეს იცით რა არის, არა მარტო თოკებია, არამედ ბატის და ქათამს რო კლავენ სოფლებში. აი იმის ეს არის. ნუ ბუმერანგი წავიდა მეგობრებო. წავიდა ბუმერანგი. ნახეთ როგორი ეშმაკია. როგორი ეშმაკია, ხედავთ? გზები გაქვთ ჩაკეტილი, დაგდევენ, უყურეთ, აი, წავიდა ბუმერანგი უკვე. და უკანაც ნახეთ როგორი ესეთი აი ეხა თვითონ დაეკლაკნებათ გზა, უყურეთ თქვენ რო გქონდათ აი ეს მოხვეული, მწვანე დემონი, მწვანე გველი სხვა არის, ეს არის დამოკიდებულება, ხო ვთქვი, ავხსენი, აი სასაფლაო ფეხი ისევ აი ბატისან იხვის, მიხვდით? ეს არის სასაფლაო გენაცვალე და აი ნახეთ როგორ ზის ქალი და კალდუნია, ნახეთ? ხო, გასაგებია. აბა ვნახოთ ახლა რა იქნება აი ამ წმენდის მერე, მეგობრებო. ეხლა მე ვფიქრობ ერთ წუთს სად გადავდო. აი ამ ოპა კარტი ტარო აირია, ძალიან არეული სიტუაცია გაქვთ, აი ძალიან აქ და წყევლები პირადი დიაგნოსტირება დაგჭირდებათ პირველი ვარიანტი. ხო, მოკლედ, კი, ნამდვილად ეს შავი სანთელიც ნახეთ, აი გაგიჟდა დაცვებით. ჩემი სანთელიც მეც დაცვა დავიყენე, რომ ესე იგი აქეთ მუშაობს ყველა და თეთრიც იქეთ არის. ხო, ეს თქვენმა იმუშაოს მწვანემ. და ეხლა მე გაჩვენებთ, უყურეთ, რეები ხდება, მხოლოდ ჯერ პირველი ვარიანტი, უყურეთ, რეები მოხდა. ნახეთ, პირველო ვარიანტო. აი ეს ყველაფერი მოიხსნა, აი ეს დემონური წყობა, ნახეთ როგორა ეს მიკრული გაქვთ, კრადნიკები გაქვთ ჯანმრთელობაზე, მე მაქვს აქ ესეთი რიტუალი მაქვს ჩატარებული, უყურეთ, დიდი ფეხებით, ნუ წავიდა ბუმერანგი, მაგრამ მაინც უნდა უყუროთ ჯანმრთელობაზე კრადნიკებს, ჩართეთ ამ რიტუალის პარალელურად, უყურეთ, აუცილებლად უყურეთ პირველი ვარიანტი და ყველა ვარიანტს გიხმობთ, რომ უყუროთ.
კარგით. გასაგებია. აბა ეხლა რა ბუმერანგი წაუვიდათ თქვენს მტრებს ვნახოთ აბა აი ამ გაწმენდის მერე პირველი ვარიანტის მტრებს როგორი ბუმერანგი წაუვიდათ და რაზე ნუ პირდაპირ კაც დაარტყა კი ნამდვილად და თვითონ ჩაიკეტება არ გამოვრიცხავრო დაიჭირონ ციხეში ისეთი საქმიანობით მოკლედ არალეგალურად მუშაობს რაღაცას თავისი სამსახურის გარდა კიდე მიხვდით არალეგალურად მუშაობს მეფე როგონია თავისი თავი და ყოვლის შემძლე ჯანმრთელობა შეერყევა ნამდვილად არის ის რომ თქვენზე შეიძლება კიდე გააშლევინოს კარტი ინფორმაცია გაიგოს რომ ეხა თვითონ აერღვევა ეს სულიერება თვითონ იქნება ესე იგი დაავადდება და შეიძლება სხივები დაჭირდეს ესე იგი ოპერაცია ან კიბო პირდაპირ ვიტყვი არ გამოვრიცხავ ნამდვილად და აი ზუსტად იქ დაარტყავს სადაც თქვენ სულიერებაზე და გულის ჩაკრაზე მზის მესამე ჩაკრა და გულის ჩაკრაზე დაარტყავს პირდაპირ ქალი დაფიქსირდა და კაცი ხო თქვი ოჯახზე მეთქი და ოჯახზეც დაარტყავს და სულიერებაზე დაარტყავს აი იცით რა არის ეს კაცი ან ვერ არის ცოტა მართლა ეს პირდაპირ აი მართლა დაცურებული აქვს ტვინში ვიტყოდი რა ან ნერვოზი აქვს ან ფსიქოპატური ისინი აქვს ან შიზოფრენია აქვს ან ექნება ამ რიტუალის მერე არ გამოვრიცხავ კი ნამდვილად აი წყევლები მოდის მეგობრებო ხო აბა თქვენ რა შეგემატებათ როგორ გაიწმინდეთ ჩემო უსაყვარლესებო აბა პირველი ვარიანტი წმენდის მერე წავართვათ სამსახური მტრებს ნუ თქვენ ისევ ახალ ნახტომს აი თვითონ გადმოვარდა კარტები და მოდი ნახავ ზუსტად მე აღარ დამჭირდა ძალის ხმევა ახალი ნაბიჯები ტუს პენტაკლი ნამდვილად ეს ფინანსები გადმოვიდა თქვენზე ენერგეტიკა ეს ერთი მეორე კიდე სამიანი კვერთხები შერიგება ახალი გაცნობა დაახლოება მოლაპარაკება სამსახურთან დაკავშირებით ახალი ნაბიჯები გადახედვა გადმოხედვა საბუთების და თქვენი დაწინაურება მოდის, წინსვლა მოდის, აი მამაკაციც მოდის, ფულიანი გენაცვალე, ან თქვენ ოჯახში ვინც გიგზავნიდათ და შეწყვეტილი იყო, ისევ გამოჩნდება ეს თქვენი შვილია თუ ვინც არის, ან ისე პიროვნება და ისევ დაგეხმარება თვისაც ეს სიტუაცია გაქვთ თუ არა და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გზას მიგანიშნებთ, არ გამოვრიცხავ რომ ანგელოზად გამოგიგზავნოს სამყარომ, ან თქვენმა წინაპრებმა და გაგაკვლევინებთ გზას, ნამდვილად აი ეს სიზმარში აუცილებლად ნახავთ გადამწყვეტ სიტუაციას, სიზმარი დაიმახსოვრეთ და წარსული ვის დაგეღუპათ ქმარი ან შეყვარებული აი ესეც ამოდის დაუნთეთ სანთელი ის ადამიანი ლოცულობს თქვენზე და მთვარე გეხმარებათ შეიძლება კირჩხიბის ნიშნები კირჩხიბი ხართ არ გამოვრიცხავ აუცილებლად დასრულდება აი ეს დაიწონას თამაში და იქნება შეხვედრა დასრულდება გამოჯამრთელდება ურთიერთობა აი ეს სიყვარულის ენერგიაც რო თქვენთან წამოვიყვანე ძალიან კარგად გექნებათ საქმე აბა ხო დავამთავრე კი მგონი დავამთავრე ხო
და ეხა მაინტერესებს მეგობრებო დარიგება, აი ერთ კარტს ამოვიღებ, დარიგება, სამყაროსგან თქვენ დარიგება, პირველი ვარიანტი დაცვა მოქმედებს და კიდე ეგრე გააგრძელეთ, ჩემ დაცვებს ვინც იყენებთ და რიტუალები მე ხო ისედაც დაცვებით მაქვს, აქ კაცის ასოზე იყო გაკეთებული კიდე. ხო, იცით რა არის? აი ნამდვილად უყურეთ, არ მოეშვათ დარიგება, აი ზუსტად რა ვთქვი, დაცვები, ნინია მაგარი ყავთ. კონტროლი, აკონტროლეთ თქვენი სიტუაცია, ყოველ თვე გაიმეორეთ, რომ შეკრათ სამკუთხედი, დაცვები დაიყენეთ და სანამ ესე იგი არ მიაღწევთ იმ მიზნამდე, ოპა, ნახეთ როგორ უკვე ეს ახალი გადასაფარებელიც, ნახეთ. ჩამოვიდა. ნახეთ. ნუ რა ვქნა, გაუნდა ვიყიდო ისევ. ხო, ისევ თქვენი დახმარებით ყიდულობ მე ამ სანთლებს და ამ ყველაფერს მეგობრებო, ორისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. და ვისთანაც მუშაობ და ვისთანაც არ მუშაობ და მადლობა ყველას ლამაზი სიტყვებისთვის. ნუ რა თქმა უნდა, ორმხრივია ჩემგანაც რომ მოგდით ეს. ხო, და კონტროლი, ესე იგი, სანამ მიზანს არ მიაღწევთ და თუ მიზანს მიაღწევთ უკვე ღმერთმა ყოველთვე გაიმეორეთ დაცვებიც დაიყენეთო, კრადნიკები და დაცვები. აი ეს არის დარიგება, უყურეთ, დარიგება არის ზემოდან. მოვჩი მგონი ხო, პირველი ვარიანტი კი, მოვჩი პირველი ვარიანტი, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მადლობთ პირველი ვარიანტი, სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა, აი ამ სანთლებს მე ხა გადავდებ, აი აქეთ იმუშავებს და დაგანახებთ ხოლმე თქვენ არ ინერვიულოთ, შემოვდივართ მეორე ვარიანტი, მოგესალმებით მეორე ვარიანტი. მანამდე მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ვიდეო, ჩემი რიტუალების ყურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არხის საშუალებით შეიძლება, ისე არ იმუშავებს, ლინკის ჩაგდება შეიძლება, რომ ჩემი არხი მერე გამოიწეროს ვინმემ და უყუროს, ესეც კარმაში ჩაგეთვლებათ. ნახოთ აბა მეორე ვარიანტი, ვაიმე როგორ და ჩამოდის, მაგრამ რა ვქნა, ესე უცებ რა მოვახერხო, ეხლა აქ ვერაფერს ვერ მოვახერხებ. ნუ რა ვქნა, წამოვიდეს და წამოვა. აი ესე დაუდებ მე, აი ესე დაუდებ და დაცვას გავაკეთებ. არ მინდა რომ თქვენსკენ წამოვიდეს ეს, მიხვდით? აბა მეორე ვარიანტი. იცით რა არის, რაღაცის ბავშვი ამოდის, რომ ესე იგი ცუდად იყო და ზოგს დაღუპული ყავს პატარა, ესე მიჩვენებს და გეუბნებათ რომ კარგად ვარ, არ ინერვიულო და ნუღატირი ხარ, იმიტომ რომ ანგელოზების მეთვალყურეობის ქვეშ არის და განმეორდება, რეინკარნაცია მოხდება. ნუ ეხლა მართლმადიდებლობაში არა გვაქვს ჩვენ ეს არ აღიარებენ რეინკარნაციას, მაგრამ სამყარო და ზეძალები აღიარებენ, არსებობს ყველაფერი, რეინკარნაცია ხდება. ეს იყო კარმული, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რომ ეს ბავშვი წაიყვანა უფალმა, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა გაკვეთილი უნდა გაგევლოთ. ან დღემდე დაინვალიდებულია, ან ექიმებისგან, ან ხელიდან გაუვარდათ, ან აცრის დროს ბავშვი დაზიანდა, დაინვალიდდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და გეუბნებათ რომ ესე იგი ისევ უფალს შესთხოვე, დედის ლოცვები იკითხეთ, აქ ბიჭს მიჩვენებენ, ეხლა რასაც ვამბობ, დედის ლოცვები იკითხეთ და არის გოგოზე ცალკე ფსალმუნები და არის ბიჭზე წასაკითხი ცალკე ისინი რა ქვია ფსალმუნები, აუცილებლად
აუცილებლად იკითხეთ და გამოვა ბავშვი მდგომარეობიდან. ნუ ეხლა შეიძლება ფეხზე ვეღარ დადგეს, მაგრამ სულიერად აუცილებლად გამოვა მდგომარეობიდან. ხო, მერე კიდე ვიტყვი, რომ ეხლა სანთელს ავანთებ, რატომღაც უცებ ტარომ მიიქცია ყურადღება, მეორე ვარიანტი, ტარომ მიიქცია ყურადღება, რომ უნდა მეთქვა ეს აუცილებლად, უცებ უნდა მეთქვა. აბა, ხო გითხარით, აქ სიკვდილზეა გაკეთებული, აქ სერიოზული ჯადოა გაკეთებული. აჰა, ასანთიც კაპუნობს და არა სანთელი ჯერ. ხო, სერიოზული ჯადოა გაკეთებული, მეგობრებო. აი ესეც წარსულიდან მოდის, მაგრამ წყევლა და ის განმეორებულია ერთი აი ეხლა ხანს ერთი თვე, ერთი კვირა, ეხაც განმეორებულია. შეიძლება თვენახევარის წინ ხო, აბა კიდე რა არის? ნუ პირდაპირ ჩონჩხი დაჯდა, ხო ვთქვი, სახსრები გაწუხებთ რომელიმე საქმე ჩვენებს, ტკივილები გაქვთ, მაქვს მე სახსრების რიტუალი, მოსახსნელი ლოცვები, უყურეთ და იქნებით მერე ბავშვივით. აი ეს დაიმახსოვრეთ, უყურეთ აუცილებლად. გასაგებია, ეხლა ვნახოთ აბა თქვენი სიტუაცია ვნახოთ, ისევ აი ამან კარტს ვიხმარ ჯერ. რატო გებრძვიან მტრები, აბა ვნახოთ, რატო გებრძვიან. აქაც პირდაპირ ოპა, უნდა გავჩუმდე, არ ჩაერიოვო მითხრეს, არ ჩაერიოვო, ესო ჩვენო. უყურეთ, აქ მეორე ვარიანტი ძალიან სერიოზული საქმეა. თითქოს ვიტყვი, რომ მუცელშივე წყევლა მოდის, სანამ ან თქვენ გაჩდებოდით, ან თქვენი შვილი, ან შვილიშვილი. ნახეთ, უყურეთ რა კარტი ამოვიდა. შავი მაგია, დემონები, პირდაპირ ეშმაკს მიყიდეს სული და გამაჩუმეს. მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო. სერიოზული მოსახსნელი გაქვთ და გირჩევთ, რომ პირდაპირ თეთრ მაგს მიმართოთ, თუნდაც მე, ან ვისთანაც გინდათ, ოღონდ შავ მაგიას არა, რომ ესე იგი გამოისწოროთ აი ეს ყველაფერი და მე კიდე ვიტყვი, რომ აქ თქვენ რაღაცა ეს ვის გამგები გაიგებს წყენის გარეშე, აი დაცვები, ნახეთ, დაცვები მოგიხსნეს და აქ თქვენ გაკეთებული გაქვთ ვიღაცაზე, შეიძლება შეცდით და შავ მაგიას მიმართეთ, ან თქვენ უყურეთ რიტუალს და თქვენი შვილი დაისაჯა, ან შვილიშვილი, მომავალი დაიწყევლა. აი ეს გამგები გაიგებს, იმიტომ ჩამკეტეს. გასაგებია, მე ამას ესე დავაფარებ და ამოვდებ და მე ახლა სხვა ტაროზე ვიკითხავ. აქ ხო არ გამაჩუმებენ, აბა ვნახოთ. თქვენი მტრები რატო გებრძვიან? ნუ ეს გასაგებია. აჰა. ჩემი რიტუალები ამოსქროლეთ, მეგობრებო, გამომწერებო. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ მე მხოლოდ ჩემს გამომწერებზე ვმუშაობ. მე ჩემ ენერგიებს მთელ მსოფლიოს ვერ მოვდებ. დააჭირეთ კალაკოლში კი რვა ზარი, რომ ახალი ინფორმაციები ნინიასგან მოგივიდეთ, მოიწონეთ ხოლმე ვიდეო და ენერგეტიკულად გაცვლა გააკეთეთ სიტყვა მადლობით. ან გულით. ნუ იცით რატო ეხლა ამოსქროლეთ, ხო, რაზე ვამბობდი, აქ თემას არ გადამაქვს, ეს აუცილებლად ჯადოს მოხსნა, შავ მაგიას ხსნი, ზურგიდან ჯადოების მოხსნას ხსნი, უკან გაბრუნება, არის 7 სრიანი სანთ სიმისი, რა ქვია, აი არ მათქმევინებენ. მარიამ ღვთისმშობლის ლოცვა დემონების მოსაშორებლად, ყველა ჩემი ძველი რიტუალი ისევე მუშაობს, როგორც კი ჩართავთ 2 წლის, 5 წლის, 10 წლის მერე, 16 წლის მერე, მე არ ხუმრობ, იმ წუთიდან გააქტიურდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის. ხო,
თქვენ კიდე მხოლოდ რასაც მე ვიტყვი ხოლმე იმას გამოისყიდით და ჩარიცხავთ რა ჩემოკარგებოდა ძალიან სიძლიერე გქონდათ ძლიერი ადამიანი ხართ დღემდე კიდე დღემდე ლიდერი ხართ ან იყავით ანათებთ კარგი ურთიერთობა გქონდათ ნახეთ წყალივით აწყობილი ურთიერთობა ოჯახი და ესე იგი ნახეთ ყველასთან თანამშრომლებთანაც კარგი ურთიერთობა გქონდათ და გაგიფუჭეს ეს ურთიერთობა ეს ეცადნენ რომ ძალა წაგართვან მიხვდით ძალა თქვენი ბედის ბორბალი ესე იგი აღარ ვიღაცამ ჩათვალა რომ გააჩეროს მანქანაზეც იყო აქ ჯადო გაკეთებული და ბიჭი იყო ავარიაში მოხვედრილი ნამდვილად კი გადარჩა ღმერთმა კარგად ამყოფოს მაგრამ აქ ფეხს მიჩვენებენ ტკივილი ან მოყვა სადღაცა შეიძლება ავარიის გარეშეც ისე ან ცხენიდან გადმოვარდა რაც ბორბლებზე დადის და ესე იგი ჩათვალეს რომ თქვენ ხართ ბრძოლის უნარიანი ნუ მამაკაცი ქალი არა აქვს მნიშვნელობა ვინ მიყურებს ეხლა ხო და აი ეს შეგიჩერეს წინსვლა შეგიჩერეს შურია ლაპარაკია როგორც კი დაღამდება ეგრევე მზესუმზირას მოიმარჯვებენ შეიკრებიან და ეგრევე დაიწყებენ თქვენ წარმატებებზე ლაპარაკს მიხვდით უი ამან ესე გააკეთა და ამან ისე და აი ეს წავიდა წინ და იმის შვილი ესე მიხვდით ხო მოკლედ და რა 10-იანი პენტაკლი გენაცვალე რომ ესე იგი ჩამოგაშორონ ყველაფერ კარგს ფინანსებს ხო თქვი არა ფინანსები ეხლა მე დავანთებ და ფინანსებს რომ გიკეტავენ ავტომატურად გიკეტავენ ავამტყოფობა ნახეთ აქეთ როგორი ის არის დემონი ნახეთ ეს უნდა ჩავწიო მე არ მომწონს და აქეთაც რქები ნახეთ როგორი პრიპიატствия ანუ ხელის შემშლელი კლდეები იმას ქნეს თქვენს წინ მიხვდით ჩემი თეთრი სანთლიდან უკიდებ რომ მე ახლა მეორე ვარიანტზე რომ მოვხსნი აი ამ ყველაფერს შურს და აი ამ შეცდომას რაც თქვენ გააკეთეთ კი ნამდვილად და ვინ შავმაგიას მიმართეთ და ახლა ნანობთ ეს ბევრი მუშაობა დაგჭირდებათ რომ მოიშოროთ აი ეს ყველაფერი ცოდვა მიხვდით აბა ვნახო კიდე ხო არ არის რამე ვნახო აბა ამ ტაროს მივიშველიებ რამე ხო არ გამოგჩა ნუ ესე იგი აქ სამსახურშია სამსახურის თანამშრომლებია ეს ბავშვზე რო ბიჭზე რო გააკეთეს და პირდაპირ ჩამოგიკიდეს სოფლიოს აუ ხო თქვი არა მე არასოდეს არ ვწდები ნუ სამწუხაროდ თუ ზოგისთვის ისეა ნუ თქვენ თვითონ ჩამოკიდეთ სოფლიოსთან ეშმაკს მეორდება ძალიან ცუდად მოიქცა აქ ვიღაცა ან აქ მიყურებს მე შავი მაგიის წარმომადგენელი და ეხლავე გაბრძანდი ჩემი არხიდან 3 მაგად და 1000 მაგად მოგიბრუნდება უკან და იცი მე რას ვამბობ იცი მე აქ ტყუილა არ მიყურებ ჩემი ძალები იცი ძალიან დაისჯები უკვე იცი შენ მე რას ვამბობ კარგით მეგობრებო გამგები გაიგებდა ან მართლა მეორენაირადაც ავხსნი ვიღაცამ შეცდომა და უშვა რომ აი ეშმაკი მე აქ ვგრძნობ ნამდვილად არის ვიღაცა აქ დაბოდიალობს და გაეთრია ზუსტად და ესე ვიტყვი ჩემი არხიდან თორე იცი მე რა ძალების პატრონი ვარ და იცი როგორ მოგიბრუნდება უკან თქვენ არ ინერვიულოთ მეორე ვარიანტო აქ მე ახლა შავმაგიას არ მოვხსნი მაგრამ შეგიმსუბუქებთ თუ თქვენ ხართ და ნამდვილად ვისაც ეკუთვნის გაიგებს რომ ესე იგი შეგიმსუბუქებთ
მტერმა, ესე იგი, რაც თქვენზე წაგართვათ, დაწყევლა, წყევლა, მოწყევლა, აი ამ ყველაფერს ხსნი მეორე ვარიანტიდან, აი დაპაუზება დრო გაგიჩერათ, ყველანაირად, ყველაფერში და აქ მენტალზეა ნამუშევარი, იმიტომ რომ ამდენი შავი მაგია და ეშმაკები და დემონები დაფიქსირდა, თავი გაქვთ გასაწმენდი, გენაცვალე. ჩაკრებს უყურეთ, ჩაკრებს, მაქვს 7 ჩაკრების წმენდა და მერე ცალკე მოგიწევთ ყურება, გულის ჩაკრას წმენდა, ეგეც მაქვს. ვიმე შემძრა, აქ შავი მაგიის წარმომადგენლები არიან, ურევია, ნამდვილად ურევია. ნამდვილად, საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს. აი ამას გამოვწევ წინ, არ შეიმჩნიოთ, ეს ცოტა მოითხვარა, მაგრამ რა ვქნა, ვმუშაობ, არ იმაშვები, არ უმაიმუნობ, აქეთ მინდა გამოვწიო. აი, აქეთ მინდა გამოვწიო. აი ეს. კი, ნამდვილად, აი ცხენი ამოვიდა, მეორე ვარიანტი, რომ ცხენივით, ესე იგი, პახაობა რო ქვია უკაცრავად, აი რომ ცხენივით იმუშაო, ესე ვთქვათ, იწვალო და არაფერი არ გამოგივიდეს, მიხვდი? სილამაზეზეა გაკეთებული, ნუ ჩაკრები, ყველა ჩაკრები ჩაკეტილი გაქვთ. ან კიდე რაღაცის ასრულება გეწადათ ძალიან ჩქარა და მიმართა აქ ვიღაცამ შავ მაგიას. ან არ იცოდით ვის რიტუალს უყურებდით, არ იცოდით ვის მიმართეთ, ესეც ხდება ხოლმე და ის შავი მაგია აღმოჩნდა, შავი მაგიის წარმომადგენელი. ხსნი მეორე ვარიანტიდან, აი ამ ყველაფერს, აი ამ ჩაკეტილ ბლოკებს ვხსნი, მეორე ვარიანტები კარგი იქნება, ვისაც ეს ეკუთვნის, რაც თქვი და რაც ამოვიდა, გამაჩუმეს, ხო ხედავ, სამყარომ გამაჩუმა, შავი კარტით ამოვიდა. ეს დამიკავშირდით, აუცილებლად გასაწმენდი გაქვთ, რომ ან კიდე 40 დღე უნდა იყოს გასული, უпростოდ 45 დღე, რომ დაიწყოთ ახალ მასტერთან მიხვიდეთ. ტელეფონი, ყური, აი რამხელა დემონი სუშნასწი, ესე იგი, გწოვთ, ენერგოვამპირიც ამოვიდა აქ, ის ხალხი, რომელიც თქვენზე ჭორაობენ, ზუსტად რომ ესე იგი ხელფასი არ აიღოთ, კარგი პენსია არ მოგივიდეთ, შვილებმა, ნათესავებმა, ან ოჯახის წევრებმა, კი, აი, თხუნელა, ვირთხა ამოვიდა, ვირთხა რა შვრება, ოქროს იპარავს, ხო, ჯანმრთელობას იპარავს, ხო, ნამდვილად, კი. და აი ეს დაფიქსირდა დიდი ქვა, დიდი ლოდი, აი როგორც ამოვიდა წეღან ტაროზე მეგობრებო, ისე ამოვიდა, ესე იგი რომ ეხა მე აი ამ ქვებს და აი ამ პრეპარატებს, აი ამ წინაღობებს, ყველაფერს ხსნი, გველი თაგვი ის არის თქვენზეა, ესე იგი წარსულისკენ წავიდა და გაქრობენ, ნახე, გაქრობენ, ჩაკრებს უყურეთ, ჩაკრებს. ჩემი ნომერია 595 53 47 57. ვიბერი თუ ვაიბერს ეძახიან, ვაიბერიც მაქვს, მაგრამ რიტუალებისთვის მაინც მე ვიყენებ და წმენდებისთვის WhatsApp-ზე ჯობია მაინც მოგიწევთ გადმოწერა მეგობრებო, ვისაც დახმარება გინდათ, სიამოვნებით ჩაგწერთ, წინასწარი ჩაწერით არის. მომწერეთ, ფასსაც გეტყვით, ჯერ დიაგნოსტიკა ჩაიტარეთ. ოჰო, იხსნება, კი, აქ შვილები დაისაჯა, ესე იგი მკერდი ამოვიდა, მკერდი რა არის, რძე, ხო, რომ ესე იგი გამოგწოვონ ბოლომდე, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ სისხლით ნათესავებმა გაუკეთეს რაღაცა ერთმანეთს, ამასაც არ გამოვრიცხავ. ან შეიძლება მერე თქვენ აღარ გაჩერდით და ნებისყოფა აღარ გეყოთ, ეშმაკმა შეგაცდინათ და შავ რიტუალებს მიმართეთ შეგნებულად, არც ამას არ გამოვრიცხავ.
ნუ ყვავილი თქვენი ბედნიერება რო ჩაკეტეს, მარტო რო იყოთ, მარტო ყოფნაზეა ნაძინოჩისტვა არის ესეთი რიტუალები, მარტო ყოფნაზეა გაკეთებული, რო შვილებმაც მიგატოვონ, ქმარმა, მეზობალებმაც, ესე იგი ბუზიც რო არ შემოფრინდეს თქვენ სახლში, მიხვდით, ისეთ მარტოობაზეა გაკეთებული, დიდი დემონი ზის, მაიმუნი, კინგ-კონგი, ნუ ეს არის მაგიაში უკვე რაც ამოვიდა ტაროზე, ისინი ჩამოდის, კარგია რო ჩამოდის და იმ შავ სანთელს შეხედეთ რა დღეშია. ის ბუტილკა, ის ბოთლი, აი იქ მოხდეს და აი ამ შავ ხელშია ეს ყველაფერი მეორე ვარიანტისგან. ეხლა რასაც ხსნი მე. ნუ ცოტა მაინც შეგიმსუბუქებთ აქ მე. მე ხა პირდაპირ აქ შავ მაგიას არ ავხსნი და არც მოხსნი. მე აქ მაქვს რიტუალი წავართვათ სამსახური მტრებს. თქვენ სამსახურში რო იხედებიან, შეიძლება აქ ტაროლოგებიც ხართ ახლა, ან ინტუიცია გაქვთ განვითარებული დიდი, ან დაჯილდოებული ხართ და არ იცით როგორ განავითაროთ, ხო? მერე შეგიძლიათ ტაროსაც ვასწავლი მე და შეგიძლიათ მომმართოთ. აი აქ დაეტყება ეს სუ დაეტყება. ანუ აი იმას რა ქვია რო აწყობენ ფერად-ფერადი როა ესეთი კოლოფით რო იყიდება, რომ უნდა სახე აწყოს ან რაღაცა ბავშვები რო თამაშობენ, მიხვდით ხო? აი ეს ამოვიდა, ესე იგი რომ დაკარგოთ თქვენი სახიერება და რომ ვეღარ აწყოთ თქვენი ცხოვრება. და ვიტყვი რომ ვინც შავ მაგიას მიმართა, აქ გენაცვალე ბევრმა თქვენი ხელით მოისპეთ აი ეს ბედნიერება. ძალიან ნელა იწვის და ძალიან არ იწვის კარგად, არა, არ იწვის. ეს შეცდომა მეორედ აღარ დაუშვათ, არა. სისხლით ნათესავები ებრძვიან აქ უფრო, ეს ემაჩვენებს ერთმანეთს. ჩვენ შეიძლება აბრატკები გაუბრუნოთ, ატკატები გაუბრუნოთ, აი სანთელმა შავმა სანთელმა ციტირა, მაგრამ მეგობრებო, სულიერად ჩვენ ხო კეთილი ადამიანები ვართ, ჩვენ უბრალოდ მოვიხსნათ და უკან გაუბრუნოთ და სამყარო და უფალი თვითონ რასაც გადაწყვეტს, როგორც დასაჯოს, ხო? აი ისე მივანდოთ უფალს და სამყაროს და ანგელოზებს. აღარ გააკეთოთ ეგ შეცდომა, აღარ გაიმეოროთ. ნუ მიმართავთ შავი მაგიის სამყაროს. ნუ თქო საშვილიშვილოდ იწყევლით საქმეს. აი გეუბნებით რა. დიდი ცხვირიანი მამაკაცი ამოვიდა, აჰა კალდუნი რა, ხო ვთქვია რა. აი ეს დაგაბიჯათ, ან თქვენ დააბიჯეთ, ვეღარ მოითმინეთ და როგორც დაგაბიჯეს, აი ესევე დააბიჯეთ დათვის თათით რა. ნუ დათვი არის, გენაცვალე შავი მაგია აბა რა არის. ხო, 1 2 3 4 5, ესე იგი ახალი გაკეთებულია აქ. ან აქ მე კიდევ ვიმეორებ, შავი მაგიის წარმომადგენელი ან ვინმე ტაროლოგი თვითნასწავლი შეცდომა დაუშვი და გადი აქედან. არ გიშველის ეს 1000 მაგად, 3 მაგად და 1000 მაგად ძალიან დიდი სისწრაფით. აი ამ წუთიდანვე აბრატკა და ატკატი მოდის შენზე იცოდე. მე აქ ტყუილა არ ვილაპარაკებ, ისე ამოდის. ძალიან ნელა იწვის, ძალიან ნელა იწვის. ნუ ჩაკეტილი ხართ ყველანაირად და თქვენც ჩაიკეტეთ თქვენი თავები, ვისაც გამგები გაიგებს. ხო. აჰა, აბრატკა გინდოდათ რომ წასულიყო, მაგრამ თქვენ მოგიბრუნდათ ეს ყველაფერი სამწუხაროდ. პირველი ვარიანტის ფინანსური მხარე გიждდება. არ გადამაქვს თემა მეორე ვარიანტი, აი პირველი ვარიანტი ნახეთ. ეხა გაჩერდა ისე დღეში იყო მწვანე სანთელი, რომ აი არ ვიცი, კარგად მუშაობთ, კარგად, არ ინერვიულოთ. აქ მე ისეთი რუნები ჩავსვი, რომ ოი, არ გაუხარია, აი. ნუ აქ ზის კიდე მოლა ადამიანი და როგორი პოზიციციან, ხო იცი, მაგათ მედიტაციის დროს, აი ესე მედიტაციობს ადამიანი და თქვენზე ტაროს აშლევინებენ, რომ ესე იგი ან თქვენ აშლევინებთ ერთმანეთი რა, ესე იგი ერთმანეთზე ვინ ვის დაასწრებს აი ეს სიტუაცია მეორე ვარიანტში.
ძალიან ნელა იწვის და ძალიან მძიმედ იწვის, თქვენ თვითონაც ხედავთ, ხო? თვითონ დაენთო, თვითონ ზედ გულზე. იყოს იმუშაოს ესე და მერე აქ სანახავი მეტი არაფერი არა, გაჩვენეთ უკვე და აქ რახან შავი მაგია თვითონ ის დაფიქსირდა. აი ეს ცოტა ჩაიწვება, დადნება და მერე ჩავაქრობ. მოკლედ მეორე ვარიანტი გავაგრძელოთ, აბა ჩემო კარგებო. აბა მტრები. რა მიუვიდათ აი ამ შავ ვირთხებს. ამ შავ ვირთხებს ბუმერანგი. რა ბუმერანგი წაუვიდათ, ესე იგი ისეთი მოწადინებულები არიან, რომ ამ შავი დანიდანაც კი გამოძვრნენ, ნახეთ? აი, გამოძვრნენ. ხედავ? მოდიან. აი, შავი. ესე იგი მეორე ვარიანტი რა არის ეს, მოკლედ არ არის კარგი. არ არის კარგი. ან მამაკაცი დასაჯეთ და ჩაკეტეთ, ამასაც ვიტყვი, ესეც ამოდიოდა და თქვენ ესე იგი იმ ადამიანმა მართლა შავმა იმუშავა და ან კიდე არასწორად გააკეთა მიმართულება, ან ბოლომდე არ დაამთავრა და მოგიბრუნდათ უკან. აი ამას კი, ნამდვილად აი. ეს ბუმერანგი აღარა, ატკატი მობრუნდა თქვენგან, იმ აისხლეტა და თქვენთან წამოვიდა. მიხვდით? კი, აი ურთიერთობაში ესე იგი 10-იანი კვერთხები სექსუალურობაში, რომ მარტო თქვენი იყოს მამაკაცი, უყურეთ, ჯერ ესე მიჩვენებენ, რომ ერთად გაგეცურათ მთელი ცხოვრება და მხოლოდ თქვენი იყოს და თქვენთან იმყოფებოდეს და არანაირ ქალს არ გაეკაროს, აი ეს არის გაკეთებული გენაცვალე, მაგრამ ნახეთ, მარტო დარჩით, ის კაცი მაინც არ მოდის თქვენთან და კი გელოდებით, რომ გინდათ, რომ ესე მოხდეს, რომ ისევ დაბრუნდეს თქვენთან და ერთად იყოთ და მხოლოდ თქვენ შემოგციცინებდეთ, მაგრამ არ მოდის, აღარ მოდის, იმიტომ რომ უკუღმა წავიდა აქ საქმე, მიხვდით, უკვე აგიხსენით და ვინც ესე იგი აქ მტრებმა იმუშავეს, ხო? მაინც ჩაერივნენ სიყვარულში, გაიყვანეს ადამიანი, მერე მობრუნდა ადამიანი, მერე აჭამეს აპოიაკორმი რა, ეს არის ესეთი მაგია, ჯადო, აჭამეს, ასვეს, გაიგე, გააძღეს და ტვინი გადაუბრუნეს ადამიანს და სხვასთან სარეცელი გაიყო და დღემდე იყოფს გენაცვალე. დააბრუნოთ თუ არა, არის თუ არა შანსი, ეს კაცი უკვე ისია დაბლოკილი და ჩაკეტილი, რომ გაუშვით ეს ადამიანი, აღარ იბრძოლოთ, არა და თქვენს თავს მიხედეთ, მოდის ახალი ადამიანი, მტრებმა რაც ისურვეთ, რომ ესე იგი მარტოობაზეც ხო იყო აქ გაკეთებული. ეხლა მარტო აღარ იქნებით და უყურეთ, თუ გაუშვებთ იმ ადამიანს, სადაც თქვენ შეცდით და ან მტრებმა იმუშავეს ესე, რომ არის ესეთი ჯადოები, რომ სამუდამოდ იბლოკება. და ეს ბლოკები იგივენაირად სასაფლაოდან იხსნება და მე გენაცვალე თეთრი მაგიის წარმომადგენელი ვარ, უფალს ვემსახურები, შვილების ცოდვაში არ ჩავდგები, ჩემი მომავლის ცოდვაში არ ჩავდგები და კარმას არ გავიფუჭებ. ნამდვილად ნინია არავინ არ მომართოს ესე, ასეთ ჩაკეტილ ადამიანს მე არ გავხსნი, იმიტომ რომ მე სასაფლაოზე და ჩონჩხებთან არ მუშაობ. და გაილამაზეთ ცხოვრება, რომ მტერმა მერე ვერაფერი ვეღარ დაგაკლოთ. აი ეს უნდა მტერს, მიხვდით, რომ ისე მარტო დარჩეთ, როგორც ხართ. გასაგებია, ეხლა თქვენ აბა რა გაქვთ, ესე იგი, გაწმენდის მერე.
ეს მტრებს რა უნდათ და მარტო იქნებიან, თვითონ მიუბრუნდებათ, რაც აქ გითხარით მე, ყველაფერი მარტოობა, ოჯახის წევრებიც ქალიც კი უარს ეტყვის, ნებისმიერი ქალი უარს ეტყვიან, ან ქალს ეტყვიან უარს მამაკაცებო, მარტო დარჩებიან და მზე აღარ იქნება ურთიერთობა და დაერღვევათ და იმედები გაუცრუვდებათ იმ კარონას თავზე რაც დაიფარეს ჩამოუვარდება და დაცვის ქვეშ აღარ აქ ავტომატურად დაცვა ეხსნება მტრებს. უყურეთ რა ხდება, უყურეთ რა ხდება. უყურეთ რა ხდება ხალხნო, აქ რა მოვიდა, რა ხელა საშინელებები, მე ესე უნდა დავდო, თორე აქ არ მომწონს მე აქ ეს სიტუაცია. არ მომწონს მე აქ ეს სიტუაცია. უყურეთ რეები ხდება. აქ სერიოზული ამბავია, აი ეს ნახეთ სუშნასწია ეს. აქ არის სერიოზული ამბები, მინდა გითხრათ. ოპა. აი კრადნიკებია, ეხლა რატო უნდა ენერგოვამპირებია, რატო უნდა რომ ესე იგი კარგ ენერგიას რო წოვს ენერგოვამპირის სუშნასწი დემონური მკვდარი სულები, უპატრონო სულები, მოგზავნილები, ხო, აი გველებია ეს ისა სპერმა რო და ესე დაძრო და განაყოფიერება რო არ მოხდეს, აი შავი ხელი ზუსტად, მაგრამ აქ შავ ხელზე მოდის, ნახეთ, საით წამოვიდა, მადლობა უფალო, აქ მე ხო რუნებიც მიხატია საშინელი. და აქაც მეხატა, აი მოდის შავ ხელზე მიდის, ამინ. აბა ეხა თქვენ მეორე ვარიანტი, როგორ გაიწმინდეთ აი ამ ყველაფერი საშინელების მერე, როგორ გენაცვალე და ესე იგი არსებობს ეშმაკის საყვირი, არსებობს კიდე გამაჩერეს, აჰა თქვენ წინ ვიღებ. ეხლა ვიტყვი, კარგად მომისმინეთ. ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, გაუშვით ეგ კაცი, იმიტომ რომ საბოლოოდ ჩაკეტილია, ვინც მაგიით მოbrunებას ცადა ჩაკეტვა, გაუშვით, იმიტომ რომ შავი კარტი დაჯდა ისევ. და კლოუნი დაჯდა, სტრესში იმყოფებით და უარეს სტრესში ჩავარდებით. ეს ბიზნესი, ალუბლები, კლოუნი, აი მოციქულები, უყურეთ და საყვირი, ეს არის ეშმაკის საყვირი, არის 6-7 საყვირი არსებობს, ეს არის სამყაროს და ეშმაკსაც აქვს ეს საყვირები, მიხვდით, გაუშვით ეს ადამიანი, ეს ადამიანი სასწრაფოდ არის ტოქსიკური, არის მოჯადოებული, რომ ესე იგი დინებას გაყევით, წადით ილოცეთ, медитация ვარსკვლავებს შესთხოვეთ, უფალს შესთხოვეთ, სამყაროს შესთხოვეთ, ანგელოზებს შესთხოვეთ, რომ ესე იგი სულ ჯანმრთელობა არ წაგართვან, მიხვდით? აქ კი გაიწმინდეთ და უკვე კიდე გეუბნებათ, რომ ჩაკრები გაიწმინდეთ და რაც მე ჩამოვთვალე, აი ისინი მოძებნეთ, რაც ნეგატივზეა, რაც შავმაგიაზეა, რაც იმეებზე და ამეებზე, რაც თქვი, კი, აქ გაწმენდა მოხდა, მაგრამ მაინც ჯერჯერობით ზურგით ხართ, ესე იგი და მაჩუმებენ კიდე. არ გაქვთ აქ კარგად საქმე. არ გაქვთ კარგად საქმე. უნდა გავჩუმდე. აბა დარიგება, ხო შეიძლება რომ დარიგება ვთქვა ხალხნო არა? დარიგება რომ ვთქვა, სხვა ტაროდან ამოვიღებ. აბა რა დარიგება გაქვთ? აქ დარიგების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ ამოვიღებ, აბა. აჰა, ხო ვთქვი არა. მე მართალი ვარ რა, გაუშვით ეგ ადამიანი. და მეორედ აღარ დაუშვათ ეგ შეცდომა. აი ესეთი ამბებია. შავი კარტი და გამივარდა. არ ჩაყო ცხვირიო, თან ჩქარა.
ნუ უკან გაბრუნდა, რაც გასაბრუნებელი იყო ეხლა აბრატკა, რა თქმა უნდა, მე ეხლა რომ მოვხსენი, მაგრამ მითხრეს არ ჩაერიოვო. მადლობა მეორე ვარიანტი, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. აი უყურეთ პირველი ვარიანტი, ესე იგი ფინანსები უფრო მალე ჩაქრა, ესე იგი ფინანსებზე გქონდათ სერიოზული პრობლემა და ეხა სიყვარული ესე მუშაობს, ხო? ეს თქვენ მეორე ვარიანტი, აი აქაც მაჯლაჯუნები ამოვიდნენ, აი აქ მთვარეებს რო თამაშობენ და ნუ აღარ ვიტყვი რა. ხო, უყურეთ, აი თქვენ მეორე ვარიანტი როგორც თქვი სიყვარულზე გაქვთ პრობლემა და ძალიან შეცდა აქ ბევრი და იქეთ გადავდგავ ეს იმუშავებს. აი რა ხმებია, უყურეთ რა ხმებია. და აი ეს ყველაფერი რატო აქეთ არ წამოვიდა, ნუ აქ ბაგინია გეკადაც გვიცავს, ხო? წამოვიდა აქეთ. აქ ხა მწვანე გველიც რო ყავს, თქვენ ცოტა ხო, ვინც ეს შეცდომა დაუშვა, რომ სიბრძნე შეგამატოთ და წენის გარეშე გესაჭიროებათ, რომ ცოტა დაფიქრდეთ, ვისთან აკეთებთ და რას აკეთებთ ხალხნო, კარგით რა, მართლა და მართლა რა. ესე იგი სანთლები გიჟსგვანან იქეთ, ჩემიდან დაწყებული, თქვენამდე დამთავრებული. ერთი წუთი მე აქ უნდა ავრიო კარტი, თორე გენაცვალე. აი ამ ბოთლში წავიდეს ეს შავი მაგიები და ასე შემდეგ. ჩემი სანთელიც გაგიჟდა. მოდი მე ახლა შემოვიყვან ჩემს სანთელს აქეთ, იმიტომ რომ ესეა საჭირო. ნამდვილად ესეა საჭირო. პირველი ვარიანტი მთავრდება წითელი სანთელი სასიყვარულო. ამოიწია, ნუ დარწმუნებულები არ ხართ, თქვენ შესაძლებლობებში ესე მუშაობს. მეორე ვარიანტი უკვე ქრება სასიყვარულო წითელი და მწვანე კარგად მუშაობს. ნუ უყურეთ, ეს პირველი ვარიანტი. ნახეთ. ახლა ჩაიწვება, მაგრამ ბახბუხ, აი ესე იყო, აი ბახბუხ. და გული დაფიქსირდა, აჰა, მეორე ვარიანტი წითელი ჩაიწვა და სანთელი მწვანე მუშაობს. ამინ. აბა გადავედით მესამე ვარიანტი. წავართვათ სამსახური მტრებს. აქ რაღაცა საიდუმლოა, მესამე თვალი, მოკლედ ცადა დედამიწა გაერთიანებული, აქ შეიძლება ეზოთერიკები ამოვიდნენ, ინტუიცია გაძლიერებული, მესამე თვალი გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ გაძლიერებული და გახსნილი, ყველას ესეთ სამსახურში როგორც მე კი არ არის აუცილებელი, შეიძლება ხელოვნება გაქვთ წარმატება, ან რაღაცა უცებ ისეთი ლამაზი კარგი სადილი გააკეთოთ. აი ესეც ნიჭია, მიხვდით, განვითარებადი და აი ეს რა თქმა უნდა მტრებმა რო შეგამჩნიეს, რა თქმა უნდა, ეხა ვის მოეწონება, ხო? არავის არ მოეწონება, ხო? აქ ძალიან სერიოზული ის არის და ერთი წუთი სანამ სანთელს ავანთებ, მეგობრებო, აი ესე, ნუ რა ვქნა, დამჭირდა. სერიოზული ცუდი სიტუაცია აქ ნინიასთან ეხლა და თქვენთან არ გადმოვიდეს ეს რა გააკეთა მეორე ვარიანტზე, ეს როგორ გააკეთეთ ხალხნა. მოდი გავწმინდავ, აჰა, თქვენთანაც, აი. უსასრულოდ მაქანავებს რო ვზივარ, მაქანავებს. გავწმინდო, თორე ისე მესამე ვარიანტზე არ მინდა გადავიდეს. ნუ გეშინია პირველი ვარიანტი თქვენთან არ გადმოვა. აჰა.
იმუშაოს, იქ თუ კვამს შეამჩნევთ, არ შეგეშინდეთ, იმუშაოს, ბოლომდე არ ჩავაქრებ. და მე მინდა რომ უკვე აი ესეც გამოვწიოთ წინ. აჰა, ფისოც. და მესამე ვარიანტი ამის მერე, რატომღაც მინდა რომ 3 ასანთით დაგანთოთ. ესე მითხრეს. სერიოზული ჩეპე გაქვთ მეორე ვარიანტი. მიხედეთ თავს. ამოვიღო მეორე ვარიანტისგან და ნუ შვეთ ხალხნო არ გაბოროტდეთ შეცდომებს ნუ შვეთ წარსულს ვინ გიჩვენათ ბოდიში და უკანალი ან თქვენ უჩვენეთ უკანალი წარსულში მესამე ვარიანტი რაღაცა და გაცრუება მოხდა ამის მხრივ გაცრუება აი ამ სიტუაციის მხრივ ესე იგი გაგიცრუდათ ან თქვენ გაუცრუეთ ვინმეს რამე ხო იმიტომ რომ აქ საიდუმლოებაც არის და დღემდე ეს რაღაცა საიდუმლოებით მოცულია მიხვდით კი ნამდვილად აქ არის მედიტაცია რომ მედიტაციობენ ეს სიტუაცია დაფიქსირდა ვარსკვლავებთან ხართ ახლოს ბევრი თქვენგანი ვინც ახლა მიყურებს იგივე ვიმეორებ ხართ ლამაზები ხართ გონიერები დაკვირვებულები მთვარესთან ახლოს ხართ გენაცვალე და შეიძლება კიდე კირჩხიბი ამოვიდეს არ გამოვრიცხავ ხო წყლის ნიშნები კიდე თევზზე ამოვიდეს არ გამოვრიცხავ ხო აბა ეხლა ნახოთ რა უნდა მტერს თქვენგან მესამე ვარიანტი ეს მინდა რომ ჩაიწვას მიხვდით აი ეს მინდა ნუ მე ჩავწვავ როგორც ჩაიწვება მაგრამ ნუ აი აქ ნუ აი მთელი ბაყაყები მთელი გომბეშოები მთელი აი სტრაჟნიკები ნუ აი რეები არ ამოვიდა რა აბა მესამე ვარიანტი ზედ გაზიან მოკლედ რა ხო ეს რა იყო ესე იგი რა არის იცით გამოკეტილი ხართ აი თან ხან მიყვებით ხოლმე ცხოვრებას მისდინებას ცხოვრების დინებას ან მიყვებოდით ან მიყვებით დღემდე კი გააქვთ ეს ნიჭი და როგორ იცით ცოტა არ იყოს გიყვართ ეს აქსესუარები გიყვართ ეს რა ქვია პიორუშკები ანუ ბუმბულები გიყვართ უყურეთ აქ მესამე ვარიანტი აქ მარტო არა ვართ ჩვენ ვინ შემოიყვანეთ აქ ნახეთ რეები ხდება ესე იგი გიყვართ პიორუშკები გადით დემონებო არავის დაუპატიჟი ხართ აქ და რა არის იცით ესე იგი თქვენთვის ძალიან ადვილია ადამიანს რომ ესე იგი ნუ სიტყვისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფთ მიხვდით ხართ კარგი დიასახლისი თქვენი საქმის გადამწყვეტი ხართ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მაგრამ რა არის იცით სამსახურში სხვა ხასიათი გაქვთ სახლში სხვა ხასიათი გაქვთ მეგობრებთან სხვა ხასიათი გაქვთ გიყვართ სილამაზე სამკაულები თმების მოწესრიგება გიყვართ შეღებვა ან უცებ სხვადასხვა ფერებში გადაღება გიყვართ გაქვთ ეს აქ ნამდვილად მესამე ვარიანტი არის ეზოთერიკები ან ჯერჯერობით თეთრი მაგები მაგიც ფიქსირდება თეთრ მაგებს და ეზოტერიკებს მივესალმები ჩემო კარგებო ცუდად არ მიყვებით იცით ცხოვრების დინებას პირიქით კარგად ნახეთ რეები ხდება
ბნელდება, იმაშვრება. კარგად მიყვებით, მაგრამ რა არის, იცით, აი ხანდახან სულიერებაში Anderson, აი ვერ გაგიგიათ, სწორედ წახვიდეთ, ხანდახან რომ აი გალიაში იკეტებით, იცით, შეიძლება მტრებიც გკეტავენ, გებრძვიან, რომ ფრთები გაგაფრთხობინონ და ფრთები მოგაშორონ, მაგრამ არ გამოსდით, იმიტომ რომ პირდაპირ ინტუიციაა, პირდაპირ შინაგანი გრძნობა, აი რადგენზე რო ატარებს სხვასაც და შენ თავსაც, აი უცებ რაზე დაგარტყეს, იმაზე გააკეთებთ, გამოლუცვებთ და ეს კარგია და გამოხვალთ, გამოდიხართ და აი ეს შურთ მტრებს, რომ ესე იგი რა, ვინ, საიდან, რატო, როგორ, ვინ გადმოგცათ ეს შესაძლებლობა თუ ნიჭით დავარქვათ, მიხვდით? აი ეს ვერ გაუგიათ რა, მაგრამ როგორ იცით, აი თქვენი ეშინიათ კიდეც იცი და ფრთხილობენ, ესე იგი თქვენი მტრები, მესამე ვარიანტი, ძალიან გფრთხილობენ თქვენთან, იმიტომ რომ აი ესე რომ გადმოხედოთ, სიტყვა არ არის საჭირო, ესე რომ გადმოხედოთ, всё, იქ დამთავრებულია ყველაფერი. აბა კიდე ერთ კარტს დავამატებ, მესამე ვარიანტი. მიხვდით, აი ეს შურთ და უფალის წვდომაც თქვენთან არის. კი, ნამდვილად და შეგიძლიათ რომ აი, მაგრამ გულში როგორი ხართ, იცი, სულში მტრებმა არიციან, აი ძალიან ჩვილი, ადვილად გეწყინებათ, ძალიან ალალი გულის, სპეტაკი, სუფთა გულის, ტყის ანგელოზებთანაც, ტყის სულებთანაც კი ადვილად მეგობრობთ. რა თქმა უნდა ჩიტებთანაც, ხო, აი კი გავარდა და ფრინველებს ძალიან უყვარხართ, ინფორმაციას ზემოდან გაწვდიან. ნახეთ, რო არ უნდა ავიღო, ნახეთ რეები ხდება. ხო და ძალიან ჩვილი ხართ, იცით, მაგრამ ამის და მიხედვით მაინც არ ბოროტდებით და გირჩევთ, ჩემო აქ ვინც კოლეგები მიყურებთ, გირჩევთ, მაგიის წესები იცით, ვინც ნამდვილად ესე იგი ეს ნიჭი გაქვთ და არა შესწავლილი გაქვთ, მე აი ამათ ვგულისხმობ, ხო. ნუ ასე გააგრძელეთ. ნუ რა თქმა უნდა ამაზე გიждდებიან, რომ საიდან და როგორ, ხო? რატო თქვენ და ბევრს უნდა რომ მოგბაძონ, მაგრამ თვითონ ღმერთი სამ ბოგ ახრანიაეთ вас, აი ბოგმპაცელოვანი, აი ღმერთიდან ნაკოცნი ხართ, მიხვდით და პირდაპირ უფალი უკაკუნებს თავში, პირდაპირ და უფლის იესო და უფლის мама, მიხვდით, პირდაპირ. ხო, ეხა დავანთებ ჩემო კარგებო, მე რატომღაც მომინდა რომ პირველი წითელი სანთლიდან დავანთო, კი ბატონო. ეხა ვნახოთ კიდე აბა მტრები რამდენი არიან, ვინ არიან ამოყრი და რა უნდათ. ეს გასაგებია, რომ ეს შურთ თავისთავად, ხო? რა თქმა უნდა, თქვენი შესაძლებლობები, აქ ნუმეროლოგიაც თამაშდება, შეიძლება ვინც მიყურებს აქ მესამე ვარიანტში ნუმეროლოგები ხართ, არ გამოვრიცხავ. ძალიან სამართლიანები ხართ, შეიძლება თქვენ დაქალს ან ძმაკაც თუ კაცი ხართ, ესე იგი გააჩუმოთ და უთხრათ, რომ აი ვინმეზე რო ან იჭორაოს, ან შეშურდეს და რამე ისეთი თქვას, რომ უთხრათ და იმ ადამიანს რომც არიცნობდეთ და მართალი იყოს, მაინც იმის მხარეს დაიჭერთ, მიხვდით? კი, ნამდვილად. ნუ გამოიკეტავთ ხოლმე თქვენთას, გადით გაისეირნეთ, მე რა რო ხანდახან ცივი ამინდია, ხან ცხელი, გააჩნია რომელ სეზონზე უყურებთ, მოხვდებით და გაისეირნეთ თქვენ სულს, ნუ გამოკეტავთ, გაუშვით, რომ თქვენ სხეულში ვისი სულიც არის, ხო, ჩასახლებული, იმას გასეირნება უყვარს, ეს ნუ ხშირად არ უყვარს ბევრ ხალხში ყოფნა, მაგრამ უფრო ტელეფონით შეიძლება სახლიდან მუშაობდეთ და აი გაისეირნეთ, გადით ხოლმე, მიეცით, ეს გაუშვით გალიიდან ხანდახან ეს მტრედები, რომ ისევ ახალი ამბებით დაგიბრუნდეთ, მიხვდით? ჩემო კარგებო, მესამე ვარიანტი, ხო, აბა რა უნდათ ეხა მტრებს, რა უნდათ? მაინც ეს ტარო მიკარნახა და კი ბატონო ავიღოთ, რა უნდათ? ვინები არიან? ვისგან გავიწმინდოთ შვიდიანი ხმლები, ხო, თქვი აქ სულიერებაზე, ექვსიანი ხმლები გზების ჩაკეტვაზე და ნუ ქალბატონია, რა თქმა უნდა, ბავშვი ყავს.
და იცით რა არის ჯანმრთელობა ან ოპერაცია გაიკეთა რაღაცის უფრო ესთეტიკური ან ცხვირი მკერდი მენჯები რაღაცა ესე ხო იკეთებენ ხოლმე ხო აი სულიერებაზე გარტყავენ ამ ქალს თვითონ არ გამოსდის დღემდე კი მუშაობს ხოლმე ვერ ვიტყვი ეს თქვენი ან დედმამიშვილი ან დაქალია ძალიან ახლოა ნათესავია უფრო ან არ გამოსდის რამე და კი არა ზარმაცი მუშაობა უყვარს და ყველაფერი მაგრამ იცით რა არის იმаш აქ მერკური და ანუ აქ ფიქსირდება ჰაერის ნიშანი და ქალწული ორი მერკური მომაწოდეს რომ ორივეზე ესე იგი მერკური პლანეტა მაგრამ ჰაერის ნიშნებს უფრო განვითარებული აქვს მერკური ვიდრე მიწას ესე იგი იმას რა ქვია ქალწულს ხო იმიტომ რომ თქვენ შრომა გიყვართ ესე ვთქვათ მაგრამ აი იგივე სულიერებაში გარტყავენ მშრომობენ და მე რატო ვერ მივდივარ წინო ესეც ვიყიდე ისიც ვიყიდე თუ შვილები ყავს შვილებისთვის ბევრი რამე გავაკეთე შვილებიც უმადურები არიან და აი ეს შურთ მიხვდით და უნდათ რომ დაგაშორონ თუ შვილები ყავთ თუ მეგობრები თუ სამსახური თანამშრომლებთან გაჩხუბოთ თქვენი ეზოკარი თქვენი შესასვლელი დაწყევლეს უყურე ფუძე დაწყევლეს გენაცვალე და ესე იგი იძულებით რომ გადაადგილდეთ და თქვენ თვითონ აღარ მოგინდეთ თქვენი საქმის კეთება ან იმ ბაღში შესვლა ან იმ აგარაკზე წასვლა ან ხალხთან მისვლა რაღაცის დამუშავება მუშაობა მიხვდით აი ესეთი სიტუაციები ამოდის და რა თქმა უნდა ოთხიანი პენტაკლი ესე იგი ძუნწი ადამიანია სხვათა შორის სულიერადაც ეს ქალი და შვილი ყავს გენაცვალე აქ კიდევ ვიტყვი რომ გაიკეთა გასალამაზებელი ესთეტიკური ოპერაციები ესე ამოდის ან ჯანმრთელობაზე ნუ ეხა ავად არ არის რაღაცები გაიკეთა და არის კიდე ერთი მამაკაცი არ ვიცი ესეც ოჯახის წევრია ძმა თუ ვინ არის იძე არ არის ოჯახის წევრი ბიძაშვილი თუ ვინც არის ან ისე გარეშე პირი რომ ესე იგი ექიმს მიჩვენებს ექიმიდან რაღაცა დაუბრუნდება უკან მიხვდი რაღაცაზე რა დაუბრუნდება უკან რა დაკარგავენ აი სამსახურს კი გაილამაზეს თავები და მოიწრეს რიგეს ჩარევა იყო ქირურგიული მაგრამ რა არის იცით რო ეგონათ რომ სწორედ მოიქცნენ და თქვენ გაჯობეს პირიქით გაითხარეს ერთი ადგილი კი აქ შვილები ყავს ამ ქალს და ამ გოგოსაც ყავს შვილები ან შვილი მამაკაცებისთვის რა რომ შურიანია რომ ესე იგი წინ ყველა თვითონ იყოს წინ და მოეწონოს და რა ვიცი სიტუტუცე რა მიხვდით ეხლა მე ამ სიტუტუცეს უკან ბუდიში და გაუკეთებ ერთ ადგილას მესამე ვარიანტი მოდი მე ესე ვიზავ ახლა ნუ აი ძალიან კმაყოფილი ვარ მესამე აი ამ სანთელმა როგორც იმუშავა ნუ ძალიან კმაყოფილი ვარ მოდი ნახე არც უნდა წამოსვლა არ უნდა ეხა ხო გრძნობენ მტრები რომ აქ მეორე ვარიანტი აი ხა ჩაქრა ამ წუთას აი ბოლს ხედავთ მწვანე კარგად იმუშავა ხა მტრები ხო ხედავენ რომ დაცვა აქ მე ხა დაცვასაც ვხსნი მაგათ დაცვას მიხვდით რიციან სადგა დამწვა ხელი ესე იგი ნამდვილად ქალბატონია ნამდვილად დამწვა ხელი ესე იგი ისე ბრაზობს ეხლა უი როგორი შურიანი კი არის მაგრამ აი როგორი იცი აი ზლოი აი გაბოროტებული ადამიანი როა ხო იცით გაბოროტებული აი გამოვიდა რა თვითონ რო არაფრის მაქნისია არა ჩანს რომ სცადეს ამ ქალებმა და გოგოებმა და ერთი ბიჭი ფიქსირდება კიდე შვილზე ექნება პრობლემა მასო ამოვიდა კიდე აი აქ კრესლოზე ზიან და ეს კრესლო გადატყდება და ეს კარონა თავზე რო
ახურავთ, რაღაცა ბიზნესი უნდა რომ წამოიწყოს ეთყობა და არაფერი არ გამოუვა, არაფერი. ხსნი აი ამ შურს, აი ამ თქვენს ჩაკეტილობას სულიერად, რომ უნდათ რომ ჩაგკეტონ მენტალურად, გებრძვიან სულიერად და მენტალურად. ანუ მუცლის გულმკერდის ზემოთ გებრძვიან და ეს რა არის იცით, უნდათ რომ აი შეიძლება არც არაფერი აქტივდეთ, მაგრამ სულიერად რო ხარ ადამიანი დამძიმებული, ხო, აღარ გაქვს არაფრის თავი და ეს იციან თქვენი რას მუშაობთ, როგორ მუშაობთ, ვისთან მუშაობთ და ისევ შინაურები გებრძვიან, იცოდეთ. ნუ მეგობრებსაც არ გამოვრიცხავ. და ხშირად გაისეირნეთ ხოლმე. მესამე ვარიანტი გიხსნით, ხსნით თქვენგან, აი ამ გოგო ხართ თუ ბიჭი, არა აქვს მნიშვნელობა. აი ხსნით თქვენს აი ამ პრობლემებს, ნახეთ რომ უნდა სულიერად ჩაგაქრონ, ერთი იწვის და მეორე კარგად არ იწვის. ოხოხო, ხედავთ? შური. გაგიჟდა. ნახეთ? გაგიჟდა. ნახეთ, დაცვას რო ხსნი ახლა მე ამ მტრისგან, ამ ქალისგან და ამ გოგოსგან, აუ როგორი გაბოროტებულია, იცით და იცით როგორი ადამიანი ჩანს, ესე იგი თვითონ აშავებს, თვითონ არ გამოსდის, თვითონ ცუდ რაღაცებს აკეთებს, აქეთ იწევლება, აქეთ ჭორაობს და მე ისევ თქვენ გაბრალებთ, აბრატკა რომ მიდის, თქვენ ხო იხსნით ჩემი იმიდან, ხო? რიტუალებიდან მაგალითად და თვითონ იმაშვრება, რა ქვია, ისევ თქვენ გაბრალებთ თავისი უვიცობა, რომ უფალი უკაკუნებს ზემოდან თავში, რომ გაჩერდიო, ქალო და გოგო, გეყოფაო და იმ ბიჭსაც ეუნებიან მამაკაცს 35-40 წლამდე ეუბნებიან, რომ აქ შავი მაგია არ დაფიქსირდა, აი იაგე ამოვიდა ეს ბიჭი, რო ვთქვი მამაკაცი ამოვიდა ზუსტად 40 წლამდე, ნუ თინეიჯერობიდან 40 წლამდე. ესე ამოდის. იცით რა არის, აქ მარტოობაც დაფიქსირდა, ტაროზე არ დაფიქსირდა და მარტოობაც დაფიქსირდა, თქვენზე ლოცულობენ, რომ აი ვარსკვლავი ჩაგიქრეთ, რომ აღარ იბრწყინოთ და კობრა მოვიდა, ოხოხო შეიკრიბებიან ხოლმე და ლაპარაკობენ, დაჟე ერთად თუ არ არიან, ინტერნეტითაც კი ერთად არიან და იბრძვიან. აქ ვიღაცის სასაფლაო დაფიქსირდა. ჯერ გაშავებულია სული ლანდა და არ არის ახალი მიცვალებული. ნუ არ იწვის, კარგად არ იწვის, აი ნახეთ სუქრებით მესამე ვარიანტი, ნუ სულიერება რა, ვერ გჯობნიან და იქ ყველანაირ ღონეს მიმართავენ, რომ ესე იგი თან თქვენი მეთოდით მუშაობენ, აი გული და ვირთხა რომ მოგპარონ ეს სიმშვიდე რომ და ემოციები, რომ ესე იგი არ უყვარდეთ და აღარ დაგაინტერესდეთ, თუნდაც თუ კაცი ხართ, ქალი აღარ დაგაინტერესდეთ, თუ ქალი ხართ, მამაკაცი აღარ დაგაინტერესდეთ, მიხვდით? აი ესეთი სიტუაციები ამოდის, აი ნუ უვიცი და ტუტუცი ადამიანები, მიხვდი, მაგრამ ამ უვიცებს და ტუტუცებს, ნუ იმაშვრებით, რომ ნუ მიაყურადებთ. აბა ესენი არიან ყველაფრის გამკეთებლები და ყველაფერს იკადრებენ. და იმიტომაც მერე რომ თავში უკაკუნებს უფალი, ისევ თქვენ და რა თქმა უნდა, ეხა დემონი და ეშმაკი და ბესები და ლიარღვები თავის მოსთხოვენ, ხო, ესე იგი, ნახეთ არეკიდებით, მოსთხოვენ, ხო, რა თქმა უნდა, ავიღოთ ენერგიები. პასუხს, ესე იგი, მე რო დაგეხმარე, შენ ცხო უნდა დამეხმარო, აქაც რიჟიკა დიდ ცხვირა, ესე იგი, აი ცხვირს რო ყოფენ და თოლია დიდი ის რო აქ, ხო, არა მარტო ნისკარტი, აი ქვევით რო აქ ეს გამოწეული, ესე იგი, იმდეს ლაპარაკობენ, რომ იხრჩობიან, მაგრამ მაინც არ ჩორდებიან. უყურეთ რა დღეშია, უყურეთ. გავხსენი, შური. აი. გესმით? აი. ენაზე დავაბიჯე, ენაზე. ხსნი მესამე ვარიანტო თქვენგან, აი ამ ყველაფერს, ამ შურს, ამ შავ ლაპარაკებს, აი ამ
ყველაფერ გადმობრალებებს, რასაც თქვენ გაბრალებენ. ოპა, ნახეთ როგორ გაქრობენ, უნდათ რომ აღარ იბრწყინოთ, აღარ ლიდერი აღარ იყოთ, უნდათ მიხვდი? უნდა რომ ეს იგი თვითონ ბევრს კოპირებას აკეთებენ, აქ კრადნიკებია დაფიქსირებული, არც თქვენ გაწყენთ კრადნიკებს რო უყუროთ და ჩაკრები რო გაიწმინდოთ. გულის ჩაკრაც მაქვს მე მანდ, მე კიდე სიყვარულის და გულის ჩაკრას წმენდად ცალკე იგეც. ნეგატივიც მოიხსენით, ამოსქროლეთ ჩემი ნინიას ყველა რიტუალი დაწყებიდან ყველაფერი მუშაობს ყველაფერი ახალგაზრდა გოგო ამოვიდა და ერთმანეთზე ზიან კალთაში, ესე იგი არა მე უფრო მაგარი ვარ, არა მე რიგში დგანან, ესე იგი რიგში, ესე იგი ვინ როგორ ილაპარაკებს და ვინ როგორ გაგჭორავთ, მიხვდით? რიგში დგანან, არა ცდიან ერთმანეთს, არა. თქვენზე სიყვარულზე, თევზზე, აჰა ფულზე, სპილო ამოვიდა დიდი ყურებით და ხორთუმი დაბლა ოღონდ, ესე იგი შემოსავალი ბარაქა, ფული, თქვენი საქმიანობა, მიღწევები, აი ეს რომ, ესე იგი კიდე როგორ ხართ ესეთი და კიდე როგორ არ დაეცით, მიხვდით? გაქრობენ, აი ქრებით რა, ქრებით ხედავთ. ეს ნეგატივს ხსნი და აი ამ მოხსნილ ნეგატივს ფულზე, ჯანმრთელობაზე და სიყვარულზე ვაგზავნი თქვენსკენ მესამე ვარიანტი. რომ გქონდეთ კაკალივით, კერკეტი კაკალივით მყრივი იმუნიტეტი. ოჰოხო, წელი როგორ ამტკივდა, ოჰოხო, მარცხენა მხარეს და აი ეს კუდუსუნთან, პირდაპირ იხსნება. ეხა ეს ენერგეტიკა რო იქით გავუშვი ჯანმრთელობაზე და ფულზე, ხო, შემოსავალზე გაგიჟდნენ და უფალმა ისე გააკეთოს, რომ გქონდეთ შემოსავალი, ხსნი ეხლა მე აი აქ გიფართოვებთ, ესე იგი საშემოსავლო წყაროებს, არხებს, მიხვდით? რაც დაბინძურებული გაქვთ, თქვენ სულიერებას წმინდავ, რომ ზედგაზიან, ესე იგი მოგზავნილია აქ უკვე დავინახე, დემონები და ლარვები და სუშნასწები, რომ დამოკიდებული გახდეთ, ან სასმელზე, ან თამაშზე, ან ეგეთ რაღაცაზე, მიხვდით? უაზრო ჭამაზე, მაცივარს რო ვერ შორდებიან ხოლმე, ესეც არის, ესეც სუშნასწებია, ხო, დემონური წყობა, პორტალს უკეტავ, პორტალს უკან ვუბრუნებ, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, არნახული სისწრაფით, როგორც მე ვთქვი, ისე იქნება და ასეც გახდა. Так. ამინ, ამინ, ამინ. ჩაქრა. მინდა და ბოლომდე აბა თუ ამოვა. მოიცადე აბა აი ესე ვსინჯოთ. ჩემ რქები უყურეთ, რქებიო, აი რქები. აქაც დიდი დაებეყვა, იცით? აი ეს ნეკროსვიაზები, ნეკრომიწებები, აი აქ სულები და მონეტები ძირითადად მესამე ვარიანტი, ფული. ეხლა თქვენ გექნებათ კაი სამსახური, გარღვევა, ის სიზარმაცესაც უგრძნობ მე აქ, რომ გინდათ, მაგრამ ვერ აკეთებთ. აი არაფერი გიშლით ხოლმე ხანდახან ხელს, მაგრამ არ აკეთებთ და ვერ დგებით, იმიტომ რომ აი გეზარებათ, ეს არის ენერგეტიკული ვამპირები და აი ესეც მოიხსნა, გენაცვალეთ, ესეც მოიხსნა. აქ ესე იგი მონეტებია და ისინია ესენი სუ. მეორე ვარიანტი რატო არ გაჩვენეთ? გაჩვენებთ. გვიან ჩაქრა და აი აქ ეს უყურეთ, აი რაცა ერთმანეთზე ზიან, აი აქაც უყურე, აქაც აი არამე ვილაპარაკებ, ერთმანეთზე ხუტებიან, აქ წვილებიც დაფიქსირდა, ქალი კაცი, კიდე მამაკაც რომ მოეწონოს, სისულელე ტუტუცობა რაღაცა, მიხვდით? აი აქაც უყურეთ, სექსით არიან დაკავებულები, აი სექსუალური პრივიასკები გაქვთ, ხო ვთქვი? აქ ის არის
რა ქვია, პორჩა არის გაკეთებული, არის მოსახსნელი პრივაროტი. გადაბირებულია ადამიანი. აქაც სულ სექსუალური მიწებებები ამოვიდა. სექსუალური მიწებებები ამოვიდა. ეხა მეორე ვარიანტი, ბოდიში მესამე ვარიანტი უცებ ვაჩვენებ. პირველი და მეორე ვარიანტი. აი მეორე ვარიანტიც ესეთი ამოვიდა. კბილები ამოვიდა, კბილები, ეს არის რომ თქვენს წინაპრებს შეეხნენ, ჩაკეტეს, შეიძლება დაგიწყევლეს კიდეც, მე ხა აქ არ მუშაობ სხვა ნეგატივზე, მე აქ მუშაობ სამსახურის წართმევაზე, მტერზე. ბოთლი, აი ეს პრივიასკები, ესე იგი სასმელზე რო დამოკიდებული გახდეს, აქ თხუნელა ამოვიდა, რო გჭამს, აქაც აი დემონები ერთი მეორეზე და წარსულიდან წყვილები, პიროვნებისგანაც ჯوار დაცმული ხართ, ნახე, ხატზე ხართ გადაცემული, იმიტომ თქვი აქაც უყურეთ ციყვი, რომ ესე იგი უაზროდ ხიდან ხეზე ცხოვრებიდან ცხოვრებაზე გადახტეთ, ან სხვა კაცზე, სხვა ქალზე და ბედნიერება რო ვერ იპოვოთ. რაგატკას რო ისვრიან მიზანში ყავხართ ამოღებული, ვაშლზე ბიზნესზეა გაკეთებული და მოკლედ მთელი აი ესეთი ისტორიები, აი კაცის ასო ქალი კიდე ცხვირაწეული, სადაც 70 წლამდე, 75 წლამდე დიდი ტრაკით და როგორ იცით კურნოსაც ხვირით და ესა რა ქვია ტალღოვანი თმებით წარსულიდან მოდის, წარსულიდან არ განებებთ თავს. ხო, აქ ესენი ასე. ნახოთ ახლა მესამე ვარიანტი, აბა რა მოიხსნა. მიუხედავად ამისა, რომ ესეთი ჰაეროვნები და თან მიწიერები ხართ რა, აი 50-50-ზე ხართ მოკლედ. ხო, აბა ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტი რა მოიხსნა, ესეც ჩამოდი, არ მომწოხარ. ესეც სულ იმას სანთლით რო სანამ დავიწყებდი ხო ვიმუშავე და სულ წინწყლებია აქვს, სულ წინწყლებია მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა ადვილი მე ვიცოდი და თქვენ წინამდებარე, იმიტომ ვიმუშავე. აბა ნახოთ მესამე ვარიანტი თქვენთვის როგორ გაიწმინდეთ. ხო. იცით რა არის? გააგრძელეთ. ეს ამასაც დავდებ. გააგრძელეთ მიიქცია ყურადღება, ეს საქმიანობა, რაც თქვენ შეგწევთ, თქვენი ნიჭი რაშიც არის, თქვენ ხო იცით კარგად, თქვენი პედაგოგობა, შეიძლება ხმის ჩაკრა გაიწმინდეთ მეუნებიან, თქვენი ორატორობა, თქვენი ბრძნული დარიგებები, რაც არის, ხო ხდებით ახლა აქ ბევრი მიყურებთ და აუცილებლად ესე იგი, აი ესეთი კარგი დამრიგებელი ხართ, კარგი ბრძენი ადამიანი, რომ სამყარო წინაპრები თქვენს გვერდით არიან, არ შეგეშინდეთ არაფრის, ჩემი სანთელის ჩაქვრა, არ შეგეშინდეთ არაფრის, ესე გააგრძელეთო, რა ჭიანჭველა და კოღოც კი გისმენთ, თუ ჭრიჭინა მიხვდით? აი ჭრიჭინობელა ჭრიჭინაო, ყველაფერი კარგად იქნება მტრის ჯინაზე, ეს მოიხსნა ეს ისინი და ეს მენტალური პლანი თავზე რომ მუშაობენ, დაგიწყნარდებათ ეს ცოტა შემოტევები ნერვული რო გქონდათ ამ ბოლო პერიოდში, ეგეც გაგისუბუქდებათ და ახალი ნაბიჯები, მიხვდებით უკვე სიზარმაციდან გამოხვალთ, რა გააკეთოთ, როგორ გადადგათ ნაბიჯები, ან ბავშვებს, ან ბიჭებს, ან გოგოებს, როგორ დაეხმაროთ, განულდება ეს მძიმე სიტუაცია, მიხვდით? ჰაეროვნობას შეიმატებთ და სიმძლეობას. ტრანსფორმაციას გადიხართ უკვე
გაიარეთ თქვენ დიდი ხანია და ჩემ ხელშიც ეხლა გაგეწმინდათ ეს ტრანსფორმაცია ან დაგეხმარათ ჩემი რიტუალი ტრანსფორმაციაში რომ გადახვედით იმის დასრულება ძალიან კარგი მომწონს და ასევე უყურეთ თქვენ შეიძლება პოლიტიკოსებიც ხართ აქ ვინც მიყურებს არ გამოვრიცხავ და მაგიას მიმართავთ ესე იგი მასკა მოიხსენით მასკა ვისაც ეს ეკუთვნის მიხვდით იმიტომ რომ მასკას ბოლომდე ვერ ატარებთ ეს არ მოხდება როდესღაც მაინც გამოჩდება ინდივიდუალურობა ხო და თქვენ კიდევ ვისაც ეს ვილაპარაკე ტრანსფორმაციას რო გაიარეთ აი ზუსტად გველი გენაცვალე აი ჩვენი გველუკა ესე იგი სიბრძნეს შეგმატებთ უკვე იცით უკვე აი ამ რიტუალიდანაც მიხვდებით რომ იცით აი ესეთი შეგრძნება გექნებათ რომ რა გააკეთოთ და მასკას ჩამოხსნით უფრო მეტად გამოჩდება მტრები შეიძლება რიტუალის დროს დაგირეკონ მოგწერონ დაგიკაკუნონ ან მეზობელმა რაღაცა გთხოვონ არ მიაქციოთ არავის ყურადღება გააგრძელეთ ესე ხო აბა მტრებს რა თქვენ ესეთი სიტუაცია და ხა მტრები ამოვყაროთ ხო რა ბრატკა დაუბრუნდათ ჩემგან ბუმერანგი წელი ამტკივდა ძალიან მეგობრებო მესამე ვარიანტი სამივე ვარიანტს ესე იგი ფინანსები და ფინანსები გირტყავენ ბამტრებს რა ну გზები გაეყოფათ როგორნიათ რომ სწორ გზაზე მიდიან გენაცვალე და ყოვლის შემძლეები არიან ხო გზები გაეყოფათ თვითონ შინაური ადამიანი ესე იგი უღალატებს ესე იგი უყურეთ გზები გაეყოფათ როგორნიათ რომ სწორ გზაზე მიდიან სწორ ნაბიჯზე მიდიან სწორ ადგილას ცხოვრობენ ან უნდა გადაცხოვრდნენ მიხვდით აი უკვე გამოაძევენ აი ამ სიტუაციიდან უკან წამოსვლა მოუწევთ იძულებით ესე იგი იძულებით გამოცურავენ ნაპირს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება ცხოვრების ხიდი ჩაეკეტებათ და აი ამით ბევრი საზღვარგარეთიდან დატოვებს და ჩამოვა აღარ ექნება სამსახური და ეს ჩემი ძალებით რა თქმა უნდა მაგის ჩემი ძალებით ამენ მადლობა უფალს ესე იგი აქ მიდის ღალატი აქ მიდის ესე იგი მოთხოვნა იმის რომ აი უმადურობა მშობლებს შორის შვილებს შორის რა გამიკეთე რომ აი ხლა აქეთ დაადანაშაულებენ მიხვდით და ემოციურად ესე იგი ფულს დაკარგავენ და ისევ შვილიშვილზე გადავა ეს შვილიშვილზე ეს ნაკლი ან შვილზე რატომღაც ესე მეუბნებიან აბა კიდე მინდა დავამატო კიდე მინდა დავამატო ამომწურავი ინფორმაცია ეს ну სამსახურს რა თქმა უნდა დაკარგავენ ხო აბა კიდე მტრებო ну ეს მეფე როგორია თავისი თავი და ორიანი კვერთხები რომ ესე იგი შეხვედრები მსოფლიო გადმოადგილება გადაფრენა გადმოფრენა აი ამ სამიან თასები იმედები გაუცრუდება ვისი იმედიც აქვს გვერდში მყოფები აი ამ ქალბატონს და კაცს ესე იგი უღალატებენ და აღარ ექნებათ სამიანი მონეტების შესაძლებლობა ეს გაფართოებული გზები შესაძლებლობები დაეკეტებათ შეიძლება გააფრინოს ან სასმელს მიყოს ხელი ან უკვე სასმელს სვავს ძალიან და შვილებიც კი სასმელს სვავენ გოგოა ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა და ესე იგი შესაძლებლობები ფული შოვნის ჩაეკეტებათ და რაც იყო გასაიდუმლოებული იმასაც კი თვითონვე გამოამჟღავნებენ და აი ეს ესე იგი ერთმანეთს დაეტაკებიან მიხვდით ერთმანეთს დაეტაკებიან დაარიგება თქვენი აი იგივე თქვენი კარტი ამოვიდა იყავით ესეთი დარწმუნებულები იყავით ესეთი შემძლეები იყავით ესეთი რომ სიტყვით ქვას გახეთქავთ ჯიბეში სიტყვისთვის ხელს რო არ ჩაიყოფ და ვისაც ეზოთერიკა ეკუთვნის ვისაც არა კარგად მომისმინეთ ძალით გაეზათ ორიქტებით ხოლმე და გატაროლოგდებით ხოლმე იმიტომ უშვებთ დიდ შეცდომებს და დაანებეთ ამ ძალით სწავლას თავი და ეს გამოვა და ეს არ გამოვა გამგები გაიგებს წყენის გარეშე ნუ დაუშვებთ შეცდომას გეუბნებიან იყავით იჯექით თქვენს
ქერქში, სადაც ზიხართ და ვისაც კი შეგწევთ ეს ძალა, გააგრძელეთ ასე, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ამინ, ამინ, ამინ. ეხლა დამელოდეთ ჯერ ავიღო კარტები, ეს არის თქვენი ამინი. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, სტუმრებო, თქვენ ხართ ნინიასთან ერთად, ჩვენ აქ დიდი ოჯახი ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და შემოგვიერთდით. მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მაქვს ეს ზარიც და ზარი. ზარი რატო? აი ზარი, ესე იგი ზარი შემოგდით ვინმე ეს მითხრეს რომ მესამეს ესეც დაუმატეო. ნუ 10 დღეში ან 10 რიცხვიდან ეს ყველაფერი შებოჭილობა მოიხსნება, ეს სექსუალური პრივязკები როა მიწებება, ესე იგი გაკეთებული რო არის ნამდვილად მამაკაცზეც და შეიძლება იმაზეც რომ ან ქალზე და ან ურთიერთობა არ აქ-კონდეთ. აი ეს გაიხსნება ძალიან მალე მოიხსნება, მაგრამ მაინც მოსახსნელი გაქვთ ბოლომდე. ნუ ბოლომდე არ იხსნება პრივაროტები, მაგრამ მაქსიმალურად ნულდება. ხო, ამასაც იქით გადავდგავ, თქვენი ფინანსებიც ნახეთ როგორ გიჭირთ, სამივეს პირველში იყო, წითელი იყო. ხო, ეხა მეგობრებო, აქ ყველაფერი ნახეთ როგორც არის, ამას მე ყველაფერს ესე იგი გავანეიტრალებ, აი ეს ტყუილა ანთია და აი ესე ჩავაქრობ, რომ ჩაქრეს ჩვენი მტრები, ჩვენი დამაწყევარი და ამ რიტუალი ის რა ქვია გამოსასყიდი იქნება ხუთი ლარი რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ აქ ისეთი 5 ლარის ზუსტად ის ციფრია, რაც ეს უნდა გამოისყიდოთ ეს. რატო 3 არა, რატო 6 არა, რატო 8 არა, რატო 5 ლარი იქნება გამოსასყიდი. თქვენ აქ ბუმერანგსაც გამოისყიდით და თქვენს ფინანსებს, თქვენს სიყვარულს, რაც მე მტერს რომ მოვხსენი და სიყვარულში, ფულში და ჯანმრთელობაში გადავიტანე ეს მოხსნილი ენერგეტიკა. მადლობა უფალს, მადლობა სამყაროს არხანგელებს, არხანგელ მიქაელს, არხანგელ გაბრიელს, რატომაც ესე მინდოდა მე თქვა ალბათ აქ არის და იმიტომ და ნინიას ძალიან უყვარხართ. წარმატებებს გისურვებთ, დაუკვირდით ხოლმე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვის რიტუალებს სად უნდა უყუროთ, როგორ უნდა უყუროთ, რომ კიდე შეცდომები არ დაუშვათ ჩემო კარგებო. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ლამაზი სიტყვებისთვის. ნუ დამირეკავთ, თხოვნა მექნება, მომწერეთ და დრო რომ ექნება, რომ მე ძალიან ბევრს მუშაობ პირადადაც და დრო რომ ექნება, აუცილებლად პასუხის გარეშე არ დაგტოვებთ. კარგ ბრძანდებოდებთ, მიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე.